მოგესალმებით, წარე პოდკასტი. შეგახსენეთ, ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC. ჩვენი ეპიზოდის სპონსორია Ambawi Wine, ღვინო რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. ეპიზოდს კი ვიწერთ Echo Chamber-ის სტუდიაში. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის გიორგი ბაქრაძე, ეკონომისტი, მოწვეული ლექტორი ISET-ში, შავი ზღვის უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში. მოგესალმებით, ძალიან მხარია, რომ ბოლო-ბოლო გვესტუმრებ. მადლობა და პირიქით მე ძალიან მიხარია და ძალიან სიამოვნებით მოვედი აქ. ხო, თან ფიქრობდი, რამდენ თემაზე შეიძლება შენთან საუბარი და ბოლოს შევჯერდი ასე თემაზე და მე მგონი მეცაც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მე ხშირად ვახსენებ ხოლმე ამ საკითხებს, მაგრამ ცალკე ეპიზოდად არ ქონია. ეს არის ინდუსტრიული რევოლუცია, რომელმაც კარდინალური ცვლილებები მოიტანა სოფლიოში, განსაკუთრებით ხა ისტორიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გარდამტეხი ფაქტობრივად და ამავე დროს ბრიტანეთის იმპერიის აღზევება, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია დაუკავშიროთ ძალიან მარტივად ეს თემა, იმიტომ რომ ეს არის მე-19 საუკუნე იმპერიალისტური ეპოქა, რა დროსაც ინდუსტრიალიზმმა შეასრულა გადამწყვეტი როლი ერთ-ერთი, ხო? მოდი პირველ რიგში ალბათ უნდა დავიწყოთ საფუძველით და ჩემი აზრით ამის საფუძველი აი ინგლისის იმ პერიოდის ისტორიისა, რომელშიც ეს ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, მაინც არის ის რომ კონსტიტუციური მონარქიის დამყარება ინგლისში, ნუ ის სამოქალაქო ომებისა და ამ ამბების შემდეგ, რაც მოხდა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული glorious revolution. როგორც ძალიან ბევრი თეორია არის იმაზე, რატომ მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია და რატომ მოხდა ინგლისში. ეს არის ერთ-ერთი. ეს არის ინსტიტუციონალური სკოლა, ეს არის ნორთი და ვაინგარტი, რომელიც ამბობენ, რომ აი საფუძველი იმ ცვლილებებს, რომლებიც მე-18 საუკუნეში მოხდა, ჩაუყარა აი ამ glorious სახელოვანმა რევოლუციამ, როდესაც კათოლიკე ჯეიმს მეორე გააგდეს და მოიყვანეს რეალურად ჰოლანდიელი, იმიტომ რომ მისი შვილი იყო მერი სტუარტი, ცოლი იყო მერი სტუარტი. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი და ეს გვეუბნება, რომ აი კონსტიტუციური მონარქია ჩამოყალიბდა, მეფის უფლებები შეიზღუდა, პარლამენტის უფლებები პირიქით გაფართოვდა და შესაბამისად ამ ინსტიტუციო რომ მოწყობამ და დემოკრატიამ და რაღაცამ ხელი შეუწყო იმას, რომ ბრიტანეთში განვითარებულიყო რაღაცა პროცესები, რომლებიც სხვაგან არ განვითარებულა. მაგრამ არის სხვა ვერსიებიც რეალურად, ბევრი სხვა ვერსია არის. რატომ? იმიტომ რომ შევხედოთ, თქვათ, იგივე აი ამ glorious revolution-ს, ხო, 1688 წელი არის. ამის მერე საკმაოდ დრო გავიდა, სანამ აი ეს ძირითადი ნაწილი ინდუსტრიული რევოლუციის და ზოგადად ინდუსტრიული რევოლუცია, მე თუ მკითხავ და არა მარტო მე, არასწორი ტერმინი არის, იმიტომ რომ რევოლუცია გულისხმობს რაღაცას გადატრიალებას სწრაფად. ეს ეს არის რაღაც პროცესების ერთობლიობა, რომელიც დროის განმავლობაში ხო, უფრო ტექნიკური ტერმინია, ასე ვთქვათ, რაც დაარქვეს რა. ხო, ფრანგები მოიგონეს, სხვა შორის პირველად არ მახსოვს, მაგრამ ფრანგმა გამოიგონა ჯერ კიდევ 1799 წელს, როდესაც წერდა იმაში თუ რა ხდება ამ დროს ინგლისშიო, ბრიტანეთშიო და ჩვენ უნდა მხარე აუბათო და მე მოკლედ ენგელსმა გამოიყენა. ფრანგებს უყვართ ეს რევოლუცია. მე ენგელსმა გამოიყენა მაგას აქ ეს მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში ეგეთი წიგნი 44 წელს და მე არნოლდ ტოინბი მოღონთ მაგანა ფავერმა ტოინბი მარა და ბიზამისმა გამოიყენა ეს ტერმინი პირველად როდესაც ლექციები წაიგეთ ამ ინდუსტრიულ რევოლუციას. მაგრამ რევოლუცია სინამდვილეში არ არის, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ რო შევხედოთ რაც ხდებოდა, ხო? ჩვენ მინიმუმ სადღაც 100 წლის პერიოდი შეგვიძლია 80-100 წელი ჩავსვათ, ხო? ანუ ზოგი ამბობს, რომ ინდუსტრიული რევოლუცია იწყება თომას ნიუკომენის ორთქლის ძრავით, რომელიც არის 1712 წელი. ხო, ჩვენთან მე მგონი სკოლაშიც ასწავლიან, ჯეიმს ვოტის გამოგონებული არანაირი კავშირი გამოგონებასთან, ვოც არ ქონია, მაგრამ დახვეწა და შეცვალა. ზოგი ამბობს, რომ მან მნიშვნელოვანი იყო ეს ძალიან ცნობილი მეტალურგების დარბის ოჯახი, სამი აბრაჰამ დარბი იყო, რომლებმაც შეცვალეს აი ეს მადნიდან რკინის გამოდნობის ტექნოლოგია, იმიტომ რომ კოქსის გამოყენება დაიწყეს და ზოგი ამბობს, რომ თქვათ, უკვე მოგვიანებით დაიწყო უშუალო ჯეიმს ვოტის ცვლილებით, ხო? იმიტომ რომ ჯეიმს ვოტის ის წვლილი რა იყო? ხო, ანუ ნიუკომენის ორთქლის ძრავი დაფუძნებულია იმაზე, რომ შენ აადუღებ წყალს, მერე პატარა ცივ წყალს შეუშვებს, ის ეგრევე კონდენსირდება, ქმნის ვაკუუმს და ეს ვაკუუმი მერე ამოძრავებს ამ დგუშს და ყველაფერს დანარჩენს, ხო? მაგრამ ეს იყო არა ეფექტიანი, იმიტომ რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო 9%, ანუ 99.9% მიდიოდა ჰაერში.
აცხელებდა გარემო. მცდელობა იყო ასე. ხო, მაგრამ იმის გამო რომ ეს სორტის მანქანა გამოიყენებოდა ქვანახშირის მაღაროებიდან წყლის გამოსატუმად, რეალურად ქვანახშირი იქვე იყო, რომელიც ამორთქლის მანქანას ამუშავებდა და აფიჭდებოდა. თუმ ჯეიმს ვოტმა გააკეთა რა, მაგან ეს წყლის გაციება ცალკე კონდენსატორში გააკეთა, ანუ ცალკე პატარა ჭურჭელი არის, სადაც უშვებს სიწყალს და დანარჩენი პრინციპი იგივე არის. უბრალოდ თვითონ ეს დგუში და თვითონ ეს ბოილერი არ ცივდება და ამიტომ მისი მარგინალური კოეფიციენტი უკვე ვებერთა 2.5%. ზოგი ამბობს რომ აქედან, ანუ ბევრი რაღაცა არის, აი საიდან იწყება, ხო? ძალიან დიდი ნაწილი ამ ინდუსტრიული რევოლუციის უკავშირდება ტექსტილს. მე მახსოვს მრთველი ჯეინი რო იყო. მრთველი ჯეინი, ხო, სპინინგ ჯეინი. სხვა შორის ეს არის ჯეიმს ჰარგრივზი იყო, მაგის ისა. მან საინტერესო ისაა, მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს როგორ ვითარდებოდა ეკონომისტის კუთხით, როგორ ქმნიდა მოთხოვნა სხვადასხვა პერიოდში საჭიროებას ახალი ტექნოლოგიური გამოგონების, ხო? იმიტომ რომ ტექსტილი ერთ-ერთი მომძრავებელი ძალა იყო რეალურად ბრიტანეთის ექსპორტი, ბრიტანეთის შემოსავლების და დაკავშირებული იყო. საუკუნეებიდან ეგრეა. ხო, ოღონდ შუა საუკუნეებში ის იყო მატყლი და შალი და მე-18 საუკუნეში ეს გახდა ბამბა. და მან საინტერესო ისაა და როდესაც იმპერიალიზმი ვილაპარაკებთ მაგას შეგვიძლია მიუბრუნდეთ, მაგრამ მან ყველაფერი დაიწყო იმით, რომ აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ძალა იყო რეალურად მათ შორის იმპერიალიზმის პერიოდშიც, ის დაიწყო როგორც სანელებლების ექსპორტი. იმპორტი უბრალოდ ინდოეთიდან ინგლისში, მაგრამ მე აღმოაჩინეს, რომ ინდოეთი უშვებს ძალიან კარგი ხარისხის ჩიტს. ბამბის ნაჭერს. ხო, სხვა შორის ეს სიტყვა ჩიტი ისევე როგორც ჩინს ინგლისურად და სიცეც რუსულად, ყველაფერი მოდის სანსკრიტული სიტყვისგან, რომელიც ნიშნავს რაღაცა, ქვია. ჭრელს. ხო, მოკლედ მაგად დაიწყეს ეს ექსპორტი ამ ნაჭრისა ინდოეთიდან ინგლისში და მერე ინგლისმა, იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზარდა, ინგლისელებმა გადაწყვიტეს, რომ თვითონ გამოეშვა და მან დაარი მთელი სერია გამოგონებების, როგორ იზრდებოდა აი ამ ბამბის ნაჭრის წარმოება. ხო, და პირველი ეგეთი არის და რასაც ასევე უკავშირებენ ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისს, ეს არის ეგრეთ წოდებული მფრინავი მაქო. მაქო არის რაც ინგლისურად ქვია შატლ. აი თუ ახსოვს აგაგის ლექსი რო არის ვახში ჩემო საფეიქრო, ხო, რომლის პათოსს აბსოლუტურად ვეთანხმები მე. მაგრამ ცალკე საკითხი არის. მან და სხვა ვარიანტი არსებობს, მაგრამ სწორი ვარიანტი რამდენიც მე მესმის არის ვახში ჩემო საფეიქრო, ვახში ჩემო მასრა მაქო. და მასრა და მაქო არის საფეიქრო საქმეში დეტალები. მაქო არის რასაც შატლ ქვია და მასრა არის შიგნით ესეთი გორგოლაჭი ძაფით. ამ მაქოს ატარებდნენ ეს ქვია დაზგარო არის ნაჭრის თვის. მე ხო როგორ რაღაცა არის, მან და არის ორი ტიპის ძაფი, არის ვერტიკალურად განლაგებული ძაფი, ფუძე და არის ძაფი, რომელსაც შიგნით ატარებ. ხო, ეგეთი რაღაცა არის და ეს უნდა გაატარო, რასაც ქსოვ რეალურად, ამ რაღაც ატარებ ამ მასრად, ეს მასრა გადის შიგნით, ამ გორგოლაჭი, ამ აქო გადის შიგნით, გორგოლაჭი მასრად მოდის ძაფი და მე უკან ატარებ და ესე ხელით აკეთიკეთ შვები. რაც მოიგონა კი, იყო, იმიტომ რომ ეს ძალიან ნელი პროცესი არის რეალურად და საბოლოო ჯამში ამ შენ ნაჭრისი განი დამოკიდებულია რეალურად რამდენად დიდი ხელები, განიერი ხელები. ხო და მაგან მოიგონა ეს ისა, ეს მაქო ისვრია და უკანაც მოდის და ამ პერიოდში ორ რიგ ამ ძაფს აკეთებ. ხო და ამან ძალიან დააჩქარა ნაჭრის რთვის პროცესი. რაც იმას ნიშნავდა, რომ ეხლა ჭირდება ძაფი, იმიტომ რომ ძაფს ჩვეულებრივად ძველი იმით აკეთებდნენ, ხო, ჯერ იყო ეს ქვია თითისტარი და მერე სართველი ბორბალი რაც არის, ხო, აი ცნობილი ფოტო რო არის მაჰატმა განდის აი ამ ბორბლის გვერდზე როზის, ხო, ეგეთი რაღაცა იყო. და ეს სპინინგ ჯენი, რომელიც შენ ახსენე, ეს არის შემდეგი ეტაპი, იმიტომ რომ იმის გამო რომ დაჩქარდა ნაჭრის რთვი ქვია შექმნის პროცესი, ძაფი იყო საჭირო მეტი. და ეს არის სპინინგ ჯენი, რომელიც გამოიგონა ჰარგრივსმა და არის ვერსია, რომ ჯენი ქვია, იმიტომ რომ ყავდა შვილი, ვისაც ერქვა ჯენი. სიმდეში არა, ეს არის ენჯინის შეცვლილი ვარიანტი, ძრავის, ხო. და ეს არის, ანუ 24 თითისტარი არის რეალურად მიბული ერთბორბაზე და შესაბამისად 24-ში იზრდება. ხო და
პირველი იყო ეს მფრინავი მაქო, მერე არის spinning gene და მაგის გაუმჯობესებული ვარიანტები, მაგალითად arkwright-ის წყლის ჩარჩუარი, რომელიც იმავე საკეთებდა, ოღონდ იმის მაგალითად რომ ხელით გაეკეთებინა, წყლის ენერგიაზე იყო, წყლის ბორბალი ატრიალებდა მაგას. ხო, მერე იყო Crompton-ის ჯორი ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ ეს აერთიანებდა, იმიტომ რომ ჯორი ხო არის, ცხენი და ვირი ხო, და ეს აერთიანებდა აი ამ spinning gene-ის და აი ამ water frame-ის საკვეთსო ვარიანტს ერთმანეთში. მერე ამან გამოიწვია ის, რომ ეხა ძაფი ბევრი იყო და ამიტომ arkwright-ის ავტომატური ისე იყო საფეიქრო დაზგა შეიქმნა. და მერე არის საინტერესო, იმიტომ რეალურად ყოველ ამ ეტაპზე იქნება რაღაც bottleneck-ი რა, ანუ სადღაც რაღაცა ნელა მოდის და საჭირო არის, ხო? ამიტომ ძაფი სწრაფად ირთვება, ნაჭერი სწრაფად იმაშვება, რაღაც ვერ ეწევა. რაღაცა უნდა დაეწიოს და ერთ-ერთი რაც ვერ ეწეოდა, მაშინ საბოლოო ჯამში ეს არის ნედლი ბამბა. იმიტომ რომ ნედლი ბამბა საჭიროებს გაწმენდას. ხო, ორი ტიპის ბამბა არის გრძელღეროებიანი თუ არ ვსწრები, ესე ქვია, სადაც ნაკლები ეს პატარა თესლები არის და უფრო მარტივი გაწმენდია, რომელიც ძირითადად იყო ინდოეთში, მაგრამ ის რომელიც იყო ამ ინგლისისთვის ძირითადად მიმწოდებლებში ინდოეთს გარდა იყო ამერიკა, იქ იყო მოკლე short staple ქვია, მოკლე ღეროიანი და მაგას აქ ძალიან ბევრი პატარა შავი თესლი, რომლის გაწმენდა არის ძალიან რთული. და ამიტომ საჭირო იყო რაღაცა გაწმენდის მექანიზმი და იყო ეგეთი კაცი Eli Whitney, რომელსაც მე როესაც ჯარზე ვილაპარაკეთ, მე ალბათ დაუბრუნდებით, მაგან გამოიგონა cotton gin. ხო. და არის ლეგენდა, რომ ის შეესწრო კატის და მამლის ჩხუბს და ეს კატა ბჭყალებით აცლიდა ამ ბუმბულს და ესეთივე რაღაცა არის, ანუ ბჭყალებიან რაღაცა, რომელიც მეც. და შემდეგი bottleneck-ი, რომელიც იყო ეს ვიწრო ადგილი, არის უკვე მოგროვება ამ ბამბის. და ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად ეს ბამბა არის ეს პლანტაციებში და ამ პლანტაციებში ვერ შედიხარ მანქანით, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თქვა ორთქლის ძრავი უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში თქვა მატარებელი იყო, შენ რაღაცა რბილ სველ ნიადაგზე ვერ ძალიან მძიმეა ის, ხო? და მაგინ იყო საჭირო ხალხი. და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომაც იყო დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნებები მომთლობელობა სამხრეთ შტატებში, იმიტომ რომ ხალხს უნდა მოეგროვებინა ის. ამიტომ ეს განვითარება აი ამ ტექსტილის კეიდან Whitney-მდე და შემდეგ და წლებშიც კარგად ჯდება 33 არის კეის გამოგონება, მერე 70-იანებში არის Hargreaves-ი, 80-იანებში Crompton და Arkwright-ი, 93-ში არის 15-ში ეს ისა Whitney-ისა. ხო და ეგეც ერთ-ერთი ის არის, ანუ ხო, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სამხრეთ შტატებში მონობის ხანგრძლივობა გაკოწად ბრიტანულ წარმოებაზეა დამიმული, ხო? ხო, რაღაც თვალსაზრისით კი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ჩარეულა დიდად ბრიტანეთი აი ამ სამოქალაქო ომში, არც ერთ მხარეს მაინც და მაინც ხო იყო ის, რომ ჩრდილოეთის ინდუსტრიალისტები, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ იაფ-ამერიკულ ბამბაზე, დიდად არ უნდათ ჩრდილოეთის გამარჯვება, ჩრდილოეთის შტატების გამარჯვება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იაფ ბამბას დაკარგავდნენ და მოუწოდოთ ისევ შედარებით ძვირი იმის ის. ხო და მოკლედ ეს პერიოდიზაცია ძალიან რთული არის, თქვა აი მომენტი რომ აი რაღაცა დაიძინე აგრარულ სახელმწიფოში და გაიღვიძე ინდუსტრიულ შეგეთი რაღაცა არ არის, ამიტომ ისტორიაში ეგეთი რაღაც, ანუ ისიც რომ ანტიკურში დაიძინე და შუა საუკუნეებში გაიღვიძე, ეგეთი რაღაც არ არის. 476 წელი რო ითქვა რომი დაეცა და всё, აღარ არის და ხო მე უფრო ფეოდალიზმია, ხო ეგეც. ეგ აი მე რომ ასწავლდნენ სკოლაში რაც მარქსისტულ მატერიალისტურ ისტორიას, აი ეს არის რა, რომ უცბად გადადიხარ რაც ცხადია სისულელი. ხო, ან ფაქტია რომ ეხა ასეთმა გამოგონებებმა, რომელმაც გარკვეულწილად დააჩქარა წარმოება, ხო, რამხელა უპირატესობა მისცა ასეთ ქვეყნებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ამ შემთხვევაში ინგლისი ხა ამ პერიოდში რომელი ქვეყანა პოტენციურად შეიძლება ყოფილიყო მისი მოწინააღმდეგე ინდუსტრიული თვალსაზრისით? რაღაცა კუთხით უპირატესობა ჰქონდა ჰოლანდიას, მაგრამ ჰოლანდია მასშტაბით უფრო პატარა არის. ჰოლანდიისთვის აი ეს ინსტიტუციონალური უპირატესობა რაც შენ თქვი ამ Glorious Revolution, ეს უკვე ჰქონდათ მათ. ხო, დემოკრატია იმ კუთხით რა კუთხეს მაშინ დემოკრატია არსებობდა, უკვე ჰქონდათ, ხო? ანუ მან მაგათ არ ყავდათ მეფე, მაგათ ყავდათ არჩევითი ოლიგარქიული, მაგრამ არჩევითი მთავრობა,
ხო, იყო ფინანსური ცენტრი, ხო, რაღაც მე-17 საუკუნის დასაწყისით ამსტერდამი არის რეალურად ევროპის ფინანსური ცენტრი და პირველი ესეთი სტანდარტიზებული ვალუტა დღევანდელი ევროს ტიპის იყო გულდენი, ხო? პირველი ესეთი მეკობრეებიდან ციგნებიდან ეცოდინება გულდენი. ხო, პირველი ესეთი ცენტრალური ბანკის ანალოგი არის ვისელ ბანკი ამსტერდამის, ხო? ანუ ეს მაგათ ჰქონდათ. კიდე ერთი უპირატესობა რაც იყო, ის იყო იქ რეალურად დაბალი საპროცენტო განაკვეთები, სწორედ იმიტომ, რომ მთავრობის იმედი ქონდა, თქო, მთავრობას ენდობოდა ხალხი და ამიტომ თვითონ იგივე ობლიგაციები, რომელიც მაშინ უკვე აქტიურად გამოიყენება, სამთავრობო ობლიგაციები, ხო, იყო ძალიან იაფი, ხო, შედარებით მაგალითად. მაგათაც ყავდათ თან ისინი, ასევე ინდოეთის სავაჭრო კომპანია, ხო, აღმოსავლეთ ხო, ის ვებერთელა ის იყო, ხო, და ძალიან ის არის, რომ რეალურად დიდად ეს VOC, ეს ნიდერლანდების ოსტინდოი კომპანია და ინგლისის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია დიდად არ გადაკვეთილან, ანუ რაღაცა თავიდანვე გაინაწილეს, ისინი ინდონეზიაში იყვნენ, ხო, რაღაცა და ესენი კონტინენტურ ინდოეთში და ეს ხო, მაგრამ მაგათაც ეს ეგ მნიშვნელოვანი ის იყო, ხო და მაგრამ მათი აქცენტი იყო სხვა რაღაცაზე, ანუ ინდუსტრიალიზაციის მომენტი იქ ნაკლებად იყო. თუმცა კაპიტალიზმი როგორც ესეთი მან ინგლისთან ერთად შეიქმნა, ანუ კაპიტალიზმი რაღაცა კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაპიტალიზმი კი უკავშირდება ინდუსტრიულ რევოლუციას, მაგრამ არ არის მხოლოდ ინდუსტრიულ რევოლუცია და ჩვენ შეიძლება გქონდეს კაპიტალისტური ურთიერთობები, კაპიტალიზმის მაგალითები, მაგალითად აი ჩრდილოეთ იტალია, ხო? საბანკო სექტორი, ეს ვაჭრობა და არ არის წინა კაპიტალიზმი, მაგრამ წინა პერიოდია ლომბარდია, ხო? არ მარტო ლომბარდია, ტოსკანა, ვენეცია ეს ისინი. კი ბატონო. ხო და აი რა ჩვენ თქვი, ეგ მნიშვნელოვანი არის. ერთ-ერთი ვერსია თუ რატომ მოხდა ინდუსტრიალური რევოლუცია ინგლისში არის სწორედ აი ეს უპირატესობის გამოყენება. ინგლისში იყო ძალიან მაღალი ხელფასები. არის ეგეთი რობერტ ალენი, ძალიან საინტერესო ეკონომიკური ისტორიკოსი, რომელიც ამბობს, რომ ის რომ მაღალი ხელფასები იყო ინგლისში, ამან შექმნა სტიმული აი ამ გამოგონებებისა, რომლებიც გააიაფებდა წარმოებას. იმიტომ რომ რეალურად და ის ყოფს მაკრო და მიკრო გამოგონება, მაგალითად აი ეს სპინინგ ჯენი, ხო? ეს არის მაკრო გამოგონება, ხო? ეს არის შედარებით სუსტი, უხეში მეთოდი იმისა თუ როგორ გააიაფო სამუშაო ძალა, ხო? იმიტომ რეალურად თუ ერთი კაცი ერთ ბორბალზე მუშაობს და მე უცბად ერთი კაცი 20 ბორბალზე მუშაობს, შენ რეალურად მნიშვნელოვნად აიაფებ წარმოებას, ხო? მაგრამ ის არ იყო ხარისხიანი, ის ძაფები ხშირად წყდებოდა, ეს ისა, ხო? მაგრამ ნელ-ნელა ხდებოდა მაგის დახვეწა, რაც თქვა აი ამ კრომპტონის ჯორში არის ახლა და ისა. და ის ამბობს, რომ აი ის ფაქტორი, რომ ინგლისში იყო მაღალი ხელფასები, იმიტომ რომ მოსახლეობა შედარებით მცირე იყო და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო სტაგნაცია, მოსახლეობა ძალიან ცოტათი გაიზარდა, თქვა მე-17 საუკუნის დასაწყისით და მე-18 საუკუნის ბოლომდე, ხო, რამდენიმე ასეული ათასი. ეგ იყო მიზეზი იმისა, რომ გამომგონებლებს და მწარმოებლებს შეექმნა სტიმული, რომ მოდი ავტომატიზაცია მოვახერხოთ რაღაცნაირად, ხო? რასაც თავის მხრივ გარკვეული წინააღმდეგობაც ჰქონდა და ესენი ლუდიტები და ესენი ხალხი ვინც ამტრებდა ამ დაზგებს და ამას ეს მოყვებოდა, ხო? მაგრამ ეგეც საინტერესო ვერსია არის, იმიტომ რომ გეუბნება, რომ ეს მოთხოვნის ხარიდან მოდის, ხო? ანუ იმის მაგივრად, რომ შენ კი შექმენი პირობები და შენ დემოკრატიული ქვეყანა ხარ და ეხა შენ ინსტიტუციურად თქვა უფრო მეტად განვითარდები, მაგრამ შენ თუ მოთხოვნა არ გაქვს, რაც არ უნდა დემოკრატიული პრინციპები შექმნა, არ იქნება ეს შედეგის მომტანი, ხო? იმიტომ რომ შევხედოთ თქვათ შუა საუკუნეების ინგლისში ის მახასიათებლები ამ ინსტიტუციონალური უპირატესობების რაც დღეს დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებს აქვს, მაშინაც ჰქონდათ აი დაბალი საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით მე-13-14 საუკუნიდან უკვე შედარებით იაფი არის. პოლიტიკური სტაბილურობა ინგლისი ეგეც დიდი პლუსია, ხო? იმიტომ რომ ვარდების ომი და სამოქალაქო ომი, მეტი არაფერი სერიოზული კონფლიქტი არ მომხდარა, ხო? ხმა შოტლანდიასთან და ირლანდიასთან ინგლისზე ვამბობ მე. თვითონ ინგლისში შიგნით არა, ხო? ინგლისში არა, ინგლისში ეს ორი იყო. ხო, შოტლანდია ყოველთვის ცალკე იყო ანუ რეალურად ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისისთვის იყო რომ გაერთიანდნენ, ხო, 1700-ში.
ანუ ეგა დაბალი გადასახადების შედარებით, სახელმწიფო ხარჯების შედარებით პატარა წილი ეკონომიკაში ძალიან ნიშანდობლივი არის ისა რა ქვია ძალადობის შემცირება, ძალადობრივი სიკვდილის პერიოდებში რო შევხედოთ, ხო? ნუ არის თქვა ომს თუ გამოვრიცხავთ ასლიან ომს ან ვარდების ომს ან სამოქალაქო ომს პიკებს, ხო? ძირითადად მცირდება. ანუ ბევრი რაღაცა რაც ახასიათებს აი ამ ინსტიტუციურ თეორიაში განვითარებულ ქვეყნებს, ეს რაღაცები გვიყო, მაგრამ ინდუსტრიალიზაცია არ იყო, ხო? ამიტომ ეგეც საინტერესო თეორია არის. თან მოწყვეტილი არის გარკვეულწილად კუნძულირობა, ხო? და ევროპის ომებში ნაკლები მონაწილეობა აქვს მართალსა ესეთ იმდენად არავინ არ კონტინენტზე. 1066 წლის მერე არავინ არ შესულა. ხო, ნუ 1019 ხო, ფრანგები ხო იყვნენ ერთხელ გადასხდნენ მაშინ ასე. ხო, მაგრამ ნუ ეს მეფე ჯონის დროს, ხო, მაგრამ ეგ ფრანგები, ანუ ეგ რეალურად ერთი ქვეყანა იყო ამ ჯუდაისა და მან ეს ხო მეფე ჯონი ალბათ ყველაზე ცუდი მეფე იყო ინგლისის ისტორიაში. მაგრამ შესაძლოა ეს საინტერესო დეტალია მეფე ჯონზე, რომ ისა კითხვა უყვარდა თვითონ რა მეფეს და დავით აღმაშენებელს როგორც დაქონდა ეს წიგნების ისა თან ქარავანი რომ იყვებოდა, აი მსგავსი რაღაც ქონია თუ მეფე ჯონსაც რა, ასე რომ რაღაც საინტერესო ისა ფიგურა, მაგრამ ისე ხო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი მათითვლება ისე სუსტ მეფე. ანუ რეალურად შეიძლება დამსახურებათა ჩაითვალოს, მაგრამ ინგლისს მაშ ხო რა იყო, ინგლისი იყო ნაწილი აი ამ აკვიტანიის იმის, ხო? და ძირითადად იგივე რიჩარდ ლონგული მაგისმა ძირითადად დროს მაინც საფრანგეთის ტერიტორიაზე. ხო, რამდენიმე თვეა გატარებული სულები ხელმძღვანელობაში, ხო? ჯამში ხო და ნუ ინგლისური ცხადი არ იცოდა, რაც ლოგიკურია, ხო, ნორმანი მეფე იყო და იქით იყო. და ამ ჯონმა ყველაფერი დაკარგა. პატარა აკვიტანია დარჩა და კალე დარჩა. დანარჩენი ყველაფერი დაკარგა, ანუ იმდენად ხო, ფილიპემ წაართვა რა. ის პირიქით მაგარი მეფე იყო. ის მაგარი მეფე იყო, ხო. ხო, ეგრე იყო. პრინციპში ხა ეს დინასტია ინგლისში რაც მოვიდა, ჰანოერების დინასტია, ხა ჩვენ გეორგიანულ პერიოდსაც ეძახიან ხოლმე ამას, ხო? ერთი შეხედვით აი როცა თვალს ვადევნებთ აი საგარეო ურთიერთობებს ინგლისისა აი ამ პერიოდში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი 19 საუკუნის დასაწყისში, აი მეფე თითქოს არ ფიგურირებს ხოლმე ამ ყველაფერში. ძალიან ნაკლები ისა ჩანს ხოლმე მეფის მონაწილეობა, ხო? კი არის რომ ხა ნაპოლეონი მაგალითად წერის რომ უგზავნის მეფე გეორგს და ნუ ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ძირითადად არ ფიგურირებენ ეს ისინი მონარქები რა ამაში. თან მე შეშლილი ისიც რო იყო გეორგი, ხო, გეორგი მესამე და რაღაცნაირად აი ინგლისი ამ კონსტიტუციური მონარქიის დამყარების შემდეგ თითქოს ეს მეფის მონაწილეობა ამაში ცოტა ძალიან შემცირდა, კი. პრინციპში რომ დაუკვირდა ხა ჩარლზ მეორეს დიდად არ ემაშვებოდა, ანუ აქვეა თეატრში დადიოდა, იქ რაღაცებს სწავლებებს აწყობდა, მაგრამ დიდად ახსოვდა რა მამამისის ბედი, მაინც დიდად ესე არ ერეოდა და ის რომ ჯეიმსმა სადაც არევა და ნუ ის მინუსი რაც მას ჰქონდა ყველა დანარჩენის თვალში რომ კათოლიკე იყო, მაგან უზრუნველყო ის რომ საბოლოო ჯამში ამ ინდუსტრიული რევოლუციისა და ზოგადად ინგლისის ეს მაღალ განვითარების მიზეზი ასევე ხო არ იყო ის პროტესტანტული ეთიკა რაც აქ არსებობდა? ხო, ეგეც ალბათ არის, თუმცა მაქს ვებერი რასაც წერს ეს მაინც უფრო ლუთერანი და უფრო კალვინიზმზე არის, მაგრამ კალვინიზმი იყო უპირატესი, რამდენიც მე მახსოვს ლუთერანისგან. ეგეც არის, თუმცა ის უნდა ითქვას, რომ ინგლისის პროტესტანტიზმი, ეს high church რაც არის, პრინციპში ძალიან ახლო არის კათოლიციზმთან, ხო? აი შოტლანდია მაგალითად, ისინი ბევრად უარესები არიან ლუთერანული პრესბიტერიანული და მაგიტო არის, რომ შოტლანდიაში ანუ ეგეთ საინტერესო ისა კუდიანების დაწვისისა, ხო? შოტლანდიაში ძალიან აქტიურად აკეთებდნენ მაგას და ჩრდილოეთ ინგლისშიც და ესპანეთში მაგალითად მიუხედავად აი ამ ამბებისა ინკვიზიციაზე სულ ერთი კუდიანი დაწვეს. საერთოდ ხა ინკვიზიცია ძალიან გაზვიადებულია. ძალიან გაზვიადებულია ცხადია, მაგრამ კონკრეტულად კუდიანი მან ძალიან ის არის, იმიტომ რომ ინკვიზიციაში რომ ვიღაცა მივიდოდა, ოღონდ მე გულისხმობ, ანუ ესპანურ ინკვიზიციაზე ვიღაცა მივიდოდა და ეთყოდა რომ აი ჩემი მეზობელი კუდიანია და ეს ეთყოდა დათშვილ არ არსებობს კუდიანებისაც სანახი. ხო და ალბათ მაგის როლიც რაღაცა კუთხით არის, მაგრამ მე მაინც გონია რომ და თუ სწორად მახსოვს ვებერი, იმიტომ რომ იხნის წაკითხული, მან ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აი ამ ქართულად ზუსტად არ ვიცი, double predestination რაც არის, ხო, რა შენ რო დაიბადე, უკვე ცნობილია სად წახვალ.
ჯოჯოხეთში მოხვდები თუ ცხონდები და კალვინიზმი ხო რეალურად ეს არის და ამიტომ შენ ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო შენ ცხოვრებას ეტყობა და ამიტომ შენ თუ რაღაცა მდიდარი ხარ და ვიღაცებს ასაქმებ და რაღაცა მუშაობ და ეს ისა ხო მაშინ შენ ცხოვრებას ეტყობა რომ ალბათ წახვალ 60-ში და შენ თუ არებს არაკეთებ მაშინ წახვალ ჯოჯოხეთში ხო და მაგრამ ინგლისში მე არ მახსოვს ეგეთი კაცრი ხო თუმცა კრომველის პერიოდში უფრო ხო პურიტანები ხო პურიტანები კი მაგრამ პურიტანები ეს ჯერ კიდევ Glorious Revolution-ი არის და რთული სათქმელია რამდენად დიდი წვლილი შეიტანეს მაგათ ამიტომ ხო ამიტომ არ ვიცი მაგრამ ნუ ეგეც არის ხო ეხლა ეგ თეორიაც არის რომ კაპიტალიზმი დაკავშირებული არის ამ პროცესთან და ამავე დროს ეს ყველაფერი მჭიდროდ დაკავშირებული კოლონიალიზმთანაც ხო იმიტომ რომ ის რესურსები რაც საჭიროებს რომ შემდგომ პერიოდში ეს ინდუსტრიული რევოლუციის დროს რასაც ამუშავებენ რასაც ყიდიან და რითიც მდიდდება ასე ვთქვათ ინგლისი და ნაპოლეონის ომების და ყველამის დამფინანსებელი ხდება ამის შემდეგ არის ზუსტად კოლონიებიდან ჩამოტანილი საქონელი ხო დიდწილად რა ნუ მან ხო ესეთი სამკუთხედი triangular trade რაც არის ხო ანუ ევროპა, ინგლისი, აფრიკის კოლონიები და ამერიკა ხო როდესაც ინგლისელები თავის წარმოებულ პროდუქციას ფლობდნენ მონებს უშვებდნენ ამერიკაში და ამერიკა აძლევდა ნედლეულს დაახლოებით ეგრე მოშვებოდა და ინგლისი ძალიან უფრთხილდებოდა თავის მას კოლონიას. პრინციპი შეიძლება ითქვას, რომ ეს ინდუსტრიული რევოლუცია და კოლონიალიზმი რაღაც კუთხით გადაჯაჭვული არის ერთმანეთთან. ნუ მიზეზ შედეგობრივი კავშირი რაღაცა ორივე მხარეს არის. იმიტომ რომ ინგლისისთვის და კიდე ერთი თეორია არის კენეთ პომერანცი არის ეგეთი. ინგლისის უპირატესობას ის ამბობდა, რომ იყო ქვანახშირი, იმიტომ რომ ინგლისი რეალურად არის ქვანახშირზე, ხო, დაშენებული კუნძული და ძალიან ბევრი არის და კოლონიები. და იმიტომ რომ ეს კოლონიები რეალურად წარმოადგენდა ბაზარს აი ამ ინგლისის წარმოებისთვის და ინგლისი ძალიან მკაცრად ეპყრობოდა თავის კოლონიებს. ზედმეტ მკაცრად რო ეპყრობოდა ეს ამერიკის რევოლუციის მაგალითზე კი ნახა ყველამ. მაგრამ რეალურად ინგლისის კოლონიებს არ შეეძლო ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან, მხოლოდ ინგლისთან. ხო, ინგლისში კოლონიებში თუ რაღაც ჩადიოდა, უნდა ჩასულიყო ინგლისიდან. და აი ეგეთი ის კონდათ და რეალურად ეს კოლონიები არის ბაზარი და ერთ-ერთი თეორია ამბობს, რომ აი სწორედ ის რომ არსებობდა დიდი მოთხოვნის მხარე ინგლისის წარმოებისთვის, მაგან განაპირობა ესეთი ზრდა, იგივე ტექსტილის მაგალითად, ან რკინის და მერე უკვე მე-19 საუკუნეში ფოლადის წარმოების, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიდიოდა იქით. და ამიტომ ამან განაპირობა ვთქვათ უფრო, ვიდრე ისე ვაიდათ მიწოდების მხარე, რომელიც არის ეს გამოგონებები და ისა ხო, ანუ მოთხოვნის მხარე არის მნიშვნელოვანი. და რეალურად ხო, ანუ ინგლისის კოლონიებმა განაპირობეს ის, რომ ყოველთვის შეეძლო რაღაც გაეყიდა და შესაბამისად ეს ზრდა ეკონომიკური ზრდა, ეხლა ჩვენთვის მაგალითად ხო, ეგ სხვა შორის ვინც ეკონომისტებისთვის ეკონომიკური ისტორია არის ის ცოტა უცნაური არის ხოლმე. ხო, იმიტომ რომ ჩვენთან ითვლება რომ ინდუსტრიული რევოლუცია მოვიდა და უცბად დაიწყო ზრდა. ეს შეიძლება უცბად ზრდა არ დაწყებულა. ხო, ძირითადი ზრდა ეს მაინც მე-19 საუკუნის ნახევარი მე-20 საუკუნე არის, ხო, მაგრამ მაშინ ის წელიწადში 1 და 2% ზრდა, რომელიც დღეს ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის ამერიკისთვისაც დაბალი შეიძლება ჩაითვალოს. ხო, მაშინ იყო ძალიან მაღალი, იმიტომ რომ მანამდე იყო 1 და 2% ასლის მანძილზე და არა წელიწადში, ხო? და ამიტომ ეს ზრდაც, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი კონტრიბუტორი არის ეს ტექსტილი, ხო? არის შედეგი იმისა, რომ ეს ამდენი ამხელა ის არის, რა ქვია, კოლონიები ისა. და მან კიდე ერთ საინტერესო რაღაცა არის. იმიტომ რომ როდესაც ინდუსტრიალიზაციას მოყვება ურბანიზაცია. ურბანიზაცია ნიშნავს, რომ სოფლიდან ხალხი მოდის ქალაქში და ამიტომ შენ ასევე გჭირდება პროდუქტიულობის ზრდას სოფლის მეურნეობაში, იმიტომ რომ იგივე რაოდენობას ხალხი ჭამს, მაგრამ უფრო ნაკლებს მოყავს. ხო, ამიტომ ეგ მნიშვნელოვანი მომენტი არის, ამიტომ მან იყო ეს სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია ალბათ არა, მაგრამ ძალიან დიდი ზრდა ამის პროდუქტიულობაში და ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ
უკვე მე-19 საუკუნეში ამერიკა ფართოვდება დასავლეთისკენ. და ეს გაფართოვება დასავლეთისკენ არის არა მარტო ნედლეული, ვთქვათ, როგორც სამხრეთში ეს ისა, ხო? იმიტომ რომ რეალურად ბამბის პლანტაციები სამხრეთის შედარებით მცირე რეგიონს ფარავს. მაგრამ ასევე ძალიან დიდი ადგილი ფართოვდება საკვებისთვის. და რეალურად ის რომ ამერიკიდან შემოდის, იმიტომ რომ მიუხედავად აი ამ ქვია დამოუკიდებლობის ომისა, მაგათ ყოველთვის ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ხო, 1812 წლებს თუ არ ჩავთვლით. ხო, ჯერ კიდე ჯეის ხელშეკრულება დადეს 90-იანებში, 18 საუკუნეში. ხო, და მე ის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი 1812 წლის ომი მედისონის დროს. ხო, იმათ ვაშინგტონი გადაწვეს, ამათ რაღაცა კანადაში როცა დადეს, ხო, მაგრამ დანარჩენი ძალიან ისეთი ურთიერთობა აქვს და ეს იაფი ხორბალი იგივეა იაფი საკვები რომელიც შემოდის ინგლისში ეს დამატებით აძლევს შესაძლებლობას სწრაფად განვითარების სხვა ემისი. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა არის ერთ-ერთი ავტორის თანახმად ვერ ვიხსენებ მაგის გვარს ის ამბობს რომ აი მანამდე ინგლისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მერკანტილიზმი, ხო? რომ მერკანტილიზმი ცოტა ფართო ის არის და ბევრ რაღაცას მოიცავს და სინამდვილეში შიგნითაც შეგვიძლია რაღაცები განვასხვაოთ. მაგრამ ერთ-ერთი იდეა არის ის, რომ შენ გჭირდება დადებითი სავაჭრო ბალანსი, იმიტომ რომ შენთან თუ მეტი ფული შემოდის, ვიღაცას ეს ფული აკლდება და მეორე ომების წარმოებაში შენ დიდარი ხარ და ის ღარიბია და beggars are neighbor ერქვა მაგას. და ეს ავტორი ამბობს, რომ ეს მერკანტილიზმი იყო ქვაკუთხედი იმისა, რომ ინგლისმა სწრაფად დაიწყო განვითარება, იმიტომ რომ ეს მერკანტილიზმი და კოლონიალიზმი ნიშნავდა იმას, რომ ინგლისი რომ გამდიდრდა და შეიქმნა გარკვეული ბაზა აი ამ თავისი წარმოების ბაზრებისა. და ის რომ ინგლისი რეალურად მერკანტილისტული და პროტექციონისტული იყო სადღაც მე-19 საუკუნის შუამდე 1946-ში გაუქმდა ეს მარცხნივ შესახებ კანონები ამან გამოიწვია მერე უკვე ის რომ ყველა გადავიდა თავისუფალ ვაჭრობაზე, იმიტომ რომ ინგლისი გადავიდა თავისუფალ ვაჭრობაზე. მაგრამ მანამდე ყველა აი ამ თავის იცოდა და ინგლისიც მათ შორის, იმიტომ რომ ამითი ის იქნიდა აი ამ ბაზას თავისი იმის და ეს პროტექციონიზმი, ეს კოლონიები რომ მარტო ინგლისურს ყიდულობენ, მარტო ინგლისთან ვაჭრობენ და ეს ძალიან სხვა შორის აი ნაპოლეონზე გამახსენდა ეს მერკანტილიზმის გადმონაშთი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პერიოდში უკვე თავისუფალ ვაჭრობაზე არის საუბარი და ის რომ რაღაცნაირად საზღვრების გახსნა მნიშვნელოვანი ეკონომისტები უკვე რიკარდო მაგალითად საუბრობენ. ერთ-ერთი ცნობილი ეპიზოდი არის ნაპოლეონის ემბარგო ინგლისს. ხო, კონტინენტური ბლოკადა, ხო? კონტინენტური ბლოკადა. ოღონდ ეს ბლოკადა გულისხმობდა რომ ექსპორტი არ უნდა გავიდეს ინგლისიდან. იმპორტს არ ბლოკავდა. და თუ სწორედ მახსოვს და შენ შემისწორებ, იმიტომ რომ უკეთიცი 1810-ში თუ 11 წლებში ინგლისში იყო ძალიან ცუდი მოსავალი. მაგრამ მიუხედავად ამისა, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ხორბალი შედიოდა ინგლისში. იმიტომ რომ ნაპოლეონი თვლიდა, რომ თავარია ინგლისს არ გავაყიდინოთ რაღაცეები, მაგრამ იყიდოს და ფული დახარჯოს. ეგ რო არ მომხდარიყო, იმპორტი რო შეეზღუდათ, ხო, მაშინ გაცილებით უფრო დიდი პრობლემები შეიძლება შექმნოდა ინგლისს და მათ შორის ინგლისის ჯარებს და სავსეა შესაძლებელია რომ ის წარმატება რაც ველინგტონს ჰქონდა არ იქნებოდა, იმიტომ რომ იქ იქნებოდა რაღაცა მშიერი ღარიბი ხალხი იმასთან შედარებით რაც იმიტომ რომ იმპორტი ბევრი შევიდა და რეალურად შიმშილს ინგლისი გადარჩა. ხო, იმიტომ რომ ინგლისი რუსეთისგანაც ვეღარ ყიდულობდა ხორბალს, იმის მერე რაც რუსეთი შეუერთდა კონტინენტურ ბლოკადას, და ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი იყო ინგლისისთვის, რა ხეტყე და ის მიდიოდა ხორბალი და ხეტყე ხა ისი და სჭირდებოდა ინგლისს, ხო? ხო, გემებისთვის რა თავის ხეები შესაბამისად, ხო, ისედაც არ არის ინგლისი ძალიან მდიდარი მაგ ხო, შესაბამისად სჭირდებოდა მას სხვა ქვეყნებიდან ხეტყის შემოტანა, მაგისთან ყველა ხისგან ხო არ გამოდის ის ხომალდი, ისე შესაბამისი სჭირდება რა. ესპანელებმა თავისოზე ნახევარი ქვეყანა გაჭეხეს დიდი არბადა რო ეშედებინა. ასე რომ ეგეც პრობლემური იყო. შტორმში. ეს ოდეშორის აი მაგას მახსენდება, რომ ანტიკურ ხანაში კოლხეთი ითვლებოდა ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად აი ეს ხმელთაშუა ზღვისპირეთის ცივილიზაციებისათვის ხომალდების შესაჩენებელი მასალისა. არა მარტო მაგისა, ფისისაც და სელის და იალქნებისთვის. ანუ ფაქტობრივად ხომალდის შესაჩენებელი ყველაფერი მოიპოვებოდა და აქედან დაავლევს კიდე მონებისა, თქო უნდა თავარი ის იყო ერთ-ერთი ბაზარი და ასე რომ ყველა კომპონენტი იყო რომ კაი ფლოტი ეშენებინა რა, კაც კოლხეთის სანაპიროზე და ასე რომ ინგლისას ხო ეს კონტინენტური
არა მარტო ბლოკადა, არამედ სისტემაც, რაც ნაპოლეონმა მოიგონა, იდეაში უნდა ყოფილიყო ალტერნატივა იმისი, რაც ინგლისი იყო მანამდე ევროპისათვის, მაგრამ საფრანგეთს არ შეეძლო, იმიტომ რომ ფიზიკურად არც კოლონიები ჰქონდა, მაგ პერიოდში ვერც აკონტროლებდა, იმიტომ რომ რაც ჰქონდა ისიც გაყიდა. ხო, იძულებული იყო პრინციპში, იმიტომ რომ ვერც უკავშირდებოდა იმ კოლონიებს, არც განვითარებული არ იყო, ლუიზიანა ფაქტობრივად იყო цаრიელი ტერიტორია იყო, რომელიც მოხაზული იყო რუკაზე რა, უმეტესი ნაწილი ნიუ-ორლეანს თუ არ ჩავთვლით და ასე რომ ვებერთელა იყო, ლუიზიანა შტატი კი არა, მთელი 13 შტატი არის. კი, უზარმაზარი. იმაზე თითქმის იმხელა ტერიტორია იყო, რამხელაც ეს 13 კოლონია იყო თავის დროზე. რაღაც 1/13-ია დღევანდელი ალასკას გარეშე. მაგრამ ეგ რო იყიდეს ამერიკელებმა, სამეგოთ ის საკვების წარმოება მე გაიზარდა და მე ინგლისიც გამოადგა მოკლედ. კი, რა თქმა უნდა. არა, ნუ მე ხომ ამ მთელი ის იყო, ანუ დასავლეთისკენ გაფართოვდნენ, მე ამ ტეხასი წაართვეს მექსიკას, ანუ მთელი ეს. ნელ-ნელა შედიანი ხითკენ, ხო, დასავლეთისკენ. ბრიტანეთის იმპერიის განვითარება საერთოდ გულისხმობს გაფართოებას ტერიტორიულს. მე-19 საუკუნეში ძალიან ბევრგან რო დავხედოთ, ყველგან არის ინგლისი რაღაცნაირად წარმოდგენილი, ხო? აი რა ლოგიკით მიყვება ეს განვითარება, ანუ ამ კუთხით, ანუ ეს კოლონიების შექმნა. ანუ რა ლოგიკას მისდევს ინგლისელებისათვის, იმიტომ რომ ინგლისელები ხა ეს 13 კოლონია ხო დაკარგეს ამერიკის სახით. მაგრამ თითქოს აი ამ ჩვენ ვიცით რომ რა თუ აჩავთ რაღაც ფანტასტიკებს ინგლისს არ უფიქრია რომ დავიფყროთ უკან ეს 13 კოლონია ხო ასე გარკვეულწილად ძალიან შეეგუა ასე ვთქვათ ამ იმას ფაქტს მაგრამ იმიტომ რომ ის უკვე ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სახელმწიფო იყო ან ნახევრად დამოუკიდებელი მდგომარეობაში იყო მანამდეც ფაქტობრივად ხო მაგრამ აი მაგალითად ინდოეთია იქითკენ ფართოვდება ინდოეთის ოკეანეში წყნარ ოკეანეში შემდეგ აფრიკაში განსაკუთრებით ხო მე-19 საუკუნეში ძირითადად აფრიკის კოლონიალიზება მიდის ანუ კი არა, ცდილობდა ჩრდილოეთ და სამხრეთი შეერთებინათ ერთმანეთთან. ხო, აი რა მასშტაბებს აღწევს ეს და რატომ ჭირდებოდათ ამდენი კოლონიების შექმნა ბრიტანელებს? ხო, ну, პრინციპში ეს კოლონიების დაარსება ჯერ კიდევ ელისაბედის დროს დაიწყო, ხო? ანუ ვირჯინია და ისა და ვოლტერალი და ეს როანოკი, რომელიც დაიკარგა მერე კაცმა არის რა მოხდა. ხო, მაგრამ პრინციპში აი მე-19 საუკუნის დასაწყისს რო შევხედოთ, ბრიტანეთის სამფლობელოები არის მარტო სანაპიროებზე. აი აფრიკას ჩამოუყვება, კაპის კოლონიები მერე იქით და ნუ ინდოეთის ისა. მაგრამ ალბათ პირველი იყო ის რაც მოხდა ინდოეთში, როდესაც 1757 წელი იყო, მოკლედ ბრძოლა იყო, რომლის მერეც ინდოეთმა ბენგალის შტატ ინგლისმა კი არა და აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ ბენგალის შტატი კი არ დაიპყრო, მაგრამ მიიღო უფლება იქ გადასახადების აგროვებას, ანუ რეალურად მაგის გახდა. და ნუ მერე ჯერთი ბადაჭამაში მოდის და ეს მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ძალიან ცუდი რაღაცა არის ეს კოლონიალიზმი და ინდოეთის კომპანია ძალიან ვთქვათ არასასიამოვნო წარმონაქმნი იყო საოცრად ეფექტიანი. იმიტომ რომ სულ რამდენიმე 1000 კაცი რეალურად მართავდა მთელ აი ამ 300 მილიონიან ნახევარკუნძულს, ხო? და ჯარებიც, ანუ პიგზე თუ არ ვსდები 200,000 ყავდათ მუდმივ ჯარში, რომელიც ძირითადად იყვნენ იქაურები. ანუ იქ მე გივისიპაების აჯანყების დროს ეს აჯანყება ჩაახშეს ისევ ინდოელებით, ხო? ხო და მე ნელ-ნელა ეს ერთ-ერთი ახსნა აი ამ იმპერიალიზმის ზოგადად არის ეკონომიკური, ხო, რომ მაგათ ჭირდება თავისი საკონლის გასაღების ბაზრები და მახოდუ ჭირდება ბევრი ნედლეული. და იგივე ბელგიური კონგო მაგალითად, ხო, რომელიც თქვათ ინგლისს არა, მაგრამ პირადად ლეოპოლდის იმპერატორ ლეოპოლდის კოლონია თითლებოდა. რატო? იმიტომ რომ იქ კარგად მოდიოდა ეს კაუჩუკის ხეები და შესაბამისად იმის მაგივრად რომ ბრაზილიას რომელიც მაშინ უკვე დამოუკიდებელი იყო ბრაზილიას დამოუკიდებული რო არ ყოფილიყვნენ რეზინის წარმოებაში, იქ გააშენეს, ხო და აი ესეთი მერე კონკურენცია. ხო, იმიტომ რომ შენ თუ არ დაიპყარი, სხვა დაიპყრობს და შენზე ის გახდება. ამიტომ ეკონომიკური საფუძველი მაგას ცხადია აქვს. და მე ძალიან მარტივი იყო რეალურად. ხო, იმიტომ რომ ამის ყველაზე კაი მაგალითი არის ოპიუმის ომები. ხო, იმიტომ რომ ინგლისმა
რაოდენობრივად გაცილებით უფრო დიდი ჩინეთი, რეალურად რამდენიმე წელიწადში ორჯერ დაამარცხა და თან ისეთ პირობები წაუყენა, რომ ჰონკონგი წაართვა, შანხაი გამოაცხადებინა თავისუფალ ქალაქად და ასე შემდეგ, ხო? და ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად გაცილებით უფრო წინ იყო. და შესაბამისად ინდუსტრიული რევოლუციის როლი ამაში არის ის, რომ იმდენი რაღაცა შეიქმნა მათ შორის მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, ხო? რომ ამან ძალიან მარტივად გაამარტივა ეს დაპყრობითი ომები, ხო? აქვია რკინის და ფოლადის გემები, ტელეგრაფი, რკინიგზა. სხვა შორის რკინიგზა ძალიან საინტერესო მაგალითი არის. ამიდა შენ სფეროში სამხედრო ისტორიაში შევიდე, მაგრამ როგორ შეიძლება გამოიყენო, იმიტომ რომ მე არ ვარ მაგის სპეციალისტი, მაგრამ ძალიან მარტივი შესაძლებელია საფრანგეთ-პრუსიის ომი. პრუსიამ შექმნა მთელი 6 ხაზი იყო მე მგონი რკინიგზის, რომელიც საზღვრამდე მიდიოდა, მთელი ჯარი გადასხა ძალიან სწრაფად მობილიზება და საფრანგეთში ცენტრი იყო პარიზი და პარიზის თვითონ იმდენად ქაოტურად ორგანიზებული იყო, როგორც ახლა არის, ხო, რამდენიმე დიდი სადგური და რეალურად არანაირი უპირატესობა მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზა უფრო ადრე დაიწყო განვითარება საფრანგეთში და პრუსიაში, არანაირი უპირატესობა მაგათ არ მისცა, ხო? იმიტომ რომ არანაირად არ შეუწყო ხელი დაცვაში და პირიქით და შეუშალა, იმიტომ რომ სანამ საზღვრამდე მივიდონ, მე მგონი 100,000 კაცი პროსტა დაკარგეს სადღაც. რაცა ის იყო, ხო? ამიტომ ეგისა და აი ამ იგივე ომის წარმოებაში ხო ეს ძალიან ბევრი რაღაცა შეიქმნა, რომელიც ასევე ინდუსტრიული რევოლუციის ნაწილია, ოღონდ მეორე ეტაპის, ხო, სადაც პირველი ეტაპი არის სიტყვაზე მე-19 საუკუნის შუიდან, სადაც 1825-30 წლამდე, როდესაც პირველი რკინიგზები იქნება, ხო, ეს დარლინგტონ სტოკპორტი და მე მანჩესტერ ლივერპული. და მერე არის მეორე ეტაპი, რომელსაც კიდე ბევრი რაღაცა იქ მაგალითად ორთქლის ტრანსპორტი, ორთქლის გემები, ხო, იგივე აი ფულტონის გემი, ეს არ იყო წმინდა ორთქლის გემი, ხო, ეს ბურბლები ქონდა, მაგრამ იალქანიც ქონდა, ხო, ანუ ერთმანეთს ფლიდა. მაგრამ მერე როდესაც ძრავები გაცილებით უფრო ეფექტიანი გახდა და ჯონერიქსონმა და ფრენსის პეტიტ სმითმა მოიგონეს პროპელერი, ამან მნიშვნელოვნად გაზარდა ძრავების ეფექტიანობა და უკვე შესაძლებელი იყო მთლიანად ორთქლზე დაფუძნებული გემების. მანამდე ჯორები იყო. მანამდე ჯორები იყო, ხო, ორივე ის ქონდა და ეს სავანა იყო, ეს ფულტონის სტუარტები, რომელმაც გადაკვეთა ეს ადრესო, რა, ეს ისეთი რა, ჰიბრიდი, აი პრიუსები იყო რა, პრიუსები იყო და ხო და ამან მერე რეალურად გაამარტივა ხალხის გადაზიდვაც, გაამარტივა რესურსების გადატანაც. მერე ეს ამ ყველაფერს ხო ქვანახშირი ჭირდება და ამიტომ ინგლისმა რეალურად რამდენიმე პორტი აირჩია, რომელიც მნიშვნელოვნად განავითარა. ალექსანდრია მაგალითად, ხო? ძველი ქალაქი ალექსანდრეს დაარსებული, მაგრამ დიდი როლი მაგას არ ქონდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შუქურა დაიმტვრა თუ დაანგრიეს. მაგრამ მერე მან ერთ-ერთი ეს გარდამავალი პუნქტი იყო მან და მან ჩადიოდა ბევრი გემი ქვანახშირი და მერე ბრიტანული გემი რო ჩადიოდა ქვანახშირი ყოველს ხედავდა. მუმბაი მადრასი, რომელსაც დღეს რაღაცა სხვა ქვია, ანუ ეგეთი პუნქტები შექმნა ბრიტანეთმა და რეალურად მათი როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმიტომ რომ გემები, რომელსაც არ შეეძლოთ თქვათ მთელი გზა ევლოთ ხო ჩერდებოდნენ და იქ იყო მარაგები ის იყო ხო ეს ფოტო ჟულიონის ციგნებში ხო კარგად ეგნაჩვენები სად მოიმარაგონ ქვანახშირი იმიტომ რომ ის რომ მიდის დუნკანი ხო მალდი რომელიცაც კაპიტან გრანტს ეძებენ ხო ჩერდება გზა და გზა და კაპიტანი ამბობს რომ აი ამ პუნქტშია შესაძლებელი რომ ქვანახშირის მარაგი ავყრავიღოთო ხო და ანუ ეგ მთელი გარამარტო ინგლისელებს ალბათ ყველა იმას ჰქონდა დიდი იმპერიას იმ პერიოდისა ხო მე-19 საუკუნისა რომ სადაც შეიძლებოდა პოტენციურად ქვანახშირი ყოფილიყო ხო არ იყო რეალურად ერთმანეთსაც უზიარებდნენ ანუ შეიძლება შესულიყო ფრანგული გემი შევიდოდა ინგლისური მასში და თუ იმ მომენტში ომი არ ქონდათ პრინციპში რა იცი ომიც რო ქონდათ ხოლმე ერთმანეთთან ზოგჯერ აი თუ უბრალოდ ეკონომიკური თანამშრომლობაზე იყო ანუ ეკონომიკური ურთიერთობები ხშირად
ომში არ იყო არეული ამ შემთხვევაში. ეხლა მაგალითად ნაპოლეონის ომების დროს ერთმანეთთან მაინც ეხლა მაგალითად როგორ იყიდა ნაპოლეონმა როგორ გაყიდა უბრალოდ ლუიზიანა, ხო? გამოიყენა ინგლისური ბანკი ამისთვის. არა და მაგდროს ინგლისი და ასე დაპირისპირებულებენ ერთმანეთთან. ესპანური ოქრო ჩამოიტანა მექსიკიდან ინგლისური ფლოტი, სამხედრო ფლოტის და მეშვეობით ინგლისის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინა თან ესენი, ხო? მაგის ყველაზე კარგი ისა, ამას წინ წავიკითხე. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთს ჰქონდა ოპტიკის კრიზისი. და კარლ ცეისისგან იყიდეს ოპტიკა. ოღონდ გერმანიას ჰქონდა რეზინის კრიზისი. და იმათ ინგლისიდან იყიდეს და ეს ყველაფერი შვეიცარიის გავლით. ხო. მე ერთმანეთს წინააღმდეგ გამოიყენეს, ხო? ხო, ნუ იმიტომ ამბობ მე რომ 19 საუკუნე ეგ ურთიერთობები ცოტა განსხვავდება უკვე მისგან რა. ეგ კი არა, შუა საუკუნეებშიც კი, როდესაც საქმე სჭირდებოდა, ძალიან ბევრი რამის გადაადება შეიძლება გვერდით. ეხა მაგალითად შუა საუკუნეებში ტაბუდადებული თემა იყო მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ალიანსი. ანუ რომ წარმოვიდგინე ქრისტიანულ ქვეყანას წინააღმდეგ შენ მუსლიმი მოკავშირე რო გყავს რა, ქრისტიანულ ქვეყანას ასევე. მაგრამ ეგ მაგალითად საინტერესოა ქართულ მეფესაც აქვს ძალიან კარგად დარღვეული ეს არის გიორგი პირველი რომელმაც ეგვიპტის ხალიფასთან ალ-ჰაკიმთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები რომ ბიზანტიის წინააღმდეგ ერთად გამოსულიყვნენ რა და ხა მაშინ წარმოვიდგინეთ რომ ქრისტიანი უკავშირდება მუსლიმებს რომ ქრისტიანის წინააღმდეგ გამოვიდეს ხო ამიტომაც აი ეგ მე გვიანდელ პერიოდში შეიძლება რომ ამ ხელისამშლელი ფაქტორები ნენელა უფრო და უფრო ნაკლები ხდება მით უმეტეს ევროპელებს შორის ხა როცა ძალიან სეკულარული არის ამ 19 საუკუნის ევროპა და გინდაც აი ამ თვალსაზრისით ეკონომიკა ანუ ურთიერთობები გრძელდება მიუხედავად სამხედრო დაპირისპირებისა ხო ეს კონტინენტური სისტემა რომ მოახსენეთ იქ თვითონ საფრანგეთს ხომ მაგრად გაუჭირდა ასევე როგორც ინგლისსაც ცოტა შორის ბევრს გონია რომ არაფერი ზიანი არ მიადგარა და ძალიან დაზარალდა ინგლისიც მაინც ამ კონტინენტური სისტემის პერიოდში რა ან ბევრი აჯანყებებიც კი დაიწყო გამოსვლები დაიწყო და ასე შემდეგ იმის გამო რომ ეს აქონელი ფიზიკურად ვეღარ გაქონდათ ევროპაში ის შემცირებებიც დაიწყეს რა ამასთან ერთად მაგრამ საფრანგეთსაც ძალიან უჭირდა და იმდენად გაუჭირდა რომ კონტრაბანდა მიაღწია პიკს ხო და მაგალითად ეს შემთხვევაა რომ 1813 წელს ბრძოლაში დაიღუპა მარშალი ბესიერი ნაპოლეონის მარშალი რომელიც კუბოთი გადაიტანეს საფრანგეთში და კონტრაბანდისტებმა დაამზადეს კუბოები რომელშიც კონტრაბანდული საქონელი ჩააწყეს და ამბობდნენ რომ ეს მარშალი ბესიერის კუბოაო და გადაქონდა საფრანგეთში ასე რომ აი ასე დონეს მიაღწია კონტრაბანდამ რაც ნიშნავდა რომ აი ორივე ძალიან დიდი ზიანი ადგებოდათ მოკლედ ამ ეკონომიკურ ამიტომ ითვლება რომ კონტინენტური ბლოკადა ნაპოლეონის მთავარი ესაა ხომ შეცდომა არის რა ეს იგი ჯერ ხო ეკონომიკურად დაასუსტა მერე ინგლისს საბოლოოდ მაინც ვერ დაამარცხა ამითი მოიმდურა სხვა ქვეყნები გახდა დამპყრობელი რაც მანამდე არ იყო იმიტომ რომ ამან აიძულა რომ ესპანეთში შეჭრილი იყო პორტუგალიაში შეჭრილი იყო და შემდეგ ამ დამპყრობლის იარლიყი მიაწება და მოკლედ ყველანაირად დაანგრია რა ნაპოლეონი და რა თქმა უნდა ხა ნაპოლეონის დამარცხებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუხედავად რაც არ უნდა ვილაპარაკოთ მაინც ინგლისს აქვს შეტანილი ამ თვალსაზრისით ჯერ ისეთი ყველა კოალიცია ინგლისის ფულზე იყო აბსოლუტურად ხო და ხო მე ესპანეთი თავარი კიბო იყო ნაპოლეონისა ჯერ მარტო ეხა თუნდაც იქ რუსეთის წინააღმდეგაც წავიდა 200,000-ზე მეტი ფრანგი ან ყველაზე საუკეთესო ნაწილი ჯარისა ჩატოვებული ყავდა ესპანეთში რომ იქ მიეხედათ ადგილობრივი იმისთვის ხო აჯანყებული გერილიას მიდევრებისთვის და ნუ ხო ველინგტონი თავისთავად ეხა მე მაგალითად ბოლოს ნაპოლეონის კონგრესზე რო ვიყავი იქ ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა რომ ველინგტონი რა გენერალი იყო ეს ნაპოლეონის საშუალო დონის გენერალი იყო ნაპოლეონის არმიაში ალბათ მარშალიც ვერ იქნებოდაო და როცა ეხა აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს ეს ხო ძალიან ის არის კი თვითონ ხა ველინგტონი ცოტა ოდიოზური ფიგურა არის გარკვეულწილად ხო ძალიან ულტრაკონსერვატორი კაცი იყო აი ტიპიური ბრიტანელი რა ვიცი იმ პერიოდის კონსერვატორი ალბათ საუკეთესო ნიმუშია არის ესეთი წიგნი ცოტა შორის ველინგტონის და მისი ძმებზე ბრიტანეთის იმპერიის არქიტექტორები ქვია რა და იმიტომ ამის ძმაც ხო ძალიან დიდი ფიგურა იყო და ყველა ძმა ფაქტორი სახელმწიფო სამსახურში იყვნენ მეც იყვნენ ეს ველსლები და იქ არის იმაზე აგებული რომ აი ველინგტონმა და თავისმა ძმამ რომელიც ინდოეთის გენერალ-გუბერნატორი იყო როგორ დაიწყეს ბრიტანეთის იმპერიის მშენებლობა იმისი რომელიც აი მე-19 საუკუნეში გადაიქცა ასეთ იმათ დიდ მონსტრად ხო აი ხა ჩვენ იმაზე საუბრობდით კოლონიალიზმზე ბრიტანულ კოლონიალიზმზე და აი ძალიან საინტერესო მომენტი არის ალბათ აი კოლონიალიზმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ცნობილი მოვლენაა ბრიტანეთი რო აპირებდა კენინგზის
გაყვანას მთელი აფრიკის გასწრება, ხო? რომ დაეკავშირებინა ჩილოე და სამხრეთ აფრიკა ერთმანეთთან. ეს მომენტი მე მახსენდება ცნობილი ფილმია, გექნება ნახი, მოჩვენება და წყდიადი რო ქვია. სადაც კინგის მშენებლობა არის, სადაც ესხმიან ისინი, ლომები ამას ხალხს თავს. აი, რამდენად შესრულებადი პროექტი იყო ეს და რა იყო ამის ძირითადი ფუნქცია, რა უნდა ყოფილიყო? რაღაც თვალსაზრისით შესრულებადი ალბათ იყო. პრინციპში ძალიან ბევრიც არ დააკლდა. ანუ მთელი ეგვიპტე იყო დაფარული, სუდანის დიდი ნაწილი იყო დაფარული და ქვემოდანაც მე მგონი უგანდამდე მივიდნენ, ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ სამხრეთ აფრიკიდან იწყებოდა. სამხრეთ აფრიკიდან იწყებოდა, ხო. ну პირველ რიგში ლოჯისტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. იმიტომ რომ რეალურად სუეცის არხი კი იყო, მაგრამ მატარებლების გამტარობა უფრო მაღალი იქნებოდა სავარაუდოდ ვიდრე არხის. თან ნაკლებად დამოკიდებული არის ამინზე. ხა სუეცის არხი მან მარტო ორთქლის გემები გადიოდნენ და სხვა საინტერესო არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საბოლოოდ თქვეს უარი ალქნიან გემებზე, იმიტომ რომ სუეცის არხში ალქნიანი გემი ვერ გადის. იმიტომ რომ ის არის დამოკიდებული მნიშვნელოვნად ქარზე, ამიტომ სწორ იმაზე ვერ იმაშვება, ამიტომ ჭირდება ისა, ხო? მან ხო ბოლო ეპიზოდი რეალური ალქნიანი გემების ეს არის ჩაის კლიპერების ისა, ხო, აი კატის არკი და ეს კონკურსები რო იყო, ვინ უფრო სწრაფად მივა, აკვე ჩაის წამოიღებს, ხო? მაგრამ რეალურად ეს იყო. მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ის რაც მე მგონი არის ის რომ ეს იყო უბრალოდ ამბიციური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვავდა ხაზს ინგლისის უპირატესობას და ბრიტანეთის უპირატესობას, ხო და ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზი თქვა, რატომაც ეს შეიძლებოდა, თქვა იგივე სესილო ცდომოდა, რომ იყო აი ეს, რომ აი შეგვიძლია because we can. ხო. და ეგ ის იყო. მაგრამ სხვა ეს რაკი ინდუსტრიულ რევოლუციაზე ლაპარაკობთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპი მათ შორის აი ამ საომარი მოქმედებებისთვის არის ადამიანი, რომელიც სახელი ძალიან ცოტა მიცის. ეს არის ჰენრი მოცლი. ჰენრი მოცლი იყო ინჟინერი, რომელსაც უკავშირდება სტანდარტიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი, სტანდარტიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაცა ზოგადად, ხო? იმიტომ რომ იგივე აი ეს ქვია მუშკეტები და თოფები, ხო, რომელიც მზადდებოდა თავის დროზე, ხო, ისინი ერთის დეტალი მეორეზე არ მიდიოდა. კი. და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ შენ ომის დროს თუ რა ჩახმახი გაგიფუშტა ან რაღაცა გაგიფუშტა რომ სწრაფად შეცვალო და შენ თუ რაღაცა ქვია შეკვეთით გაკეთებული გაქვსო ის გაფუშტა. ხო და ამიტომ აი ეს ილაი ვიტნი რომელიც ვახსენე მაგის ერთ-ერთი მაგასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ეპიზოდი არის ის რომ ტენდერი იყო გამოცხადებული ამერიკის მაშინ პენტაგონი არ იყო, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო დეპარტამენტის 10,000 მუშკეტზე. და მიუხედავად იმისა, რომ მაგას არანაირი გამოცდილება არ ქონდა არც იარაღის გაკეთების არც არის, აი ამ სტანდარტიზაციის სისტემა მაგან თქვა, რომ აი მე ავიღებ ამ იმას და ცნობილი ეპიზოდია, როდესაც მივიდა აი ამ მაში, რა ქვია, თავდაცვის მდივანთან და ქონდა წამოღებული ბევრი სხვადასხვა დეტალი, სხვადასხვა იმიდან და რენდომლი იღებდა დეტალებს და აწყობდა მუშკეტს. ხო. მე ამბობენ რომ სიამდვილეში ეს ცოტა აფერისტობა იყო, იმიტომ რომ წინასწარ მონიშნულ დეტალებს იღებდა რაღაც, მაგრამ თვითონ პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანი არის და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დაიგვიანდა რაღაც, բայց ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოცლი იყო ძალიან საინტერესო ტიპი. მაგას ქონდა მაგან გამოიგონა სახარატე ხარატის დაზგა. ოღონდ მებისთვის, რა ქვია, ვინტების საჭრელი. და მაშინაც ანუ ვინტების ანუ ვინტი და გაიკახო ჩვენ ჩვეულებრივი რაღაცა არის, მაგრამ მაშინ მაგის სტანდარტიზაცია იყო ძალიან რთული. ამიტომ თქვა ერთ ქარხანაში ერთი ის იყო, მეორე ქარხანაში მეორე ამიზომა ამაზე არ მიდიოდა. ეს სტანდარტიზაცია მაგის გაკეთებულია და მეორე კიდე რაც ასევე არის მნიშვნელოვანი, ეს ჯერ კიდევ იალქნიანი გემების პერიოდი არის და იალქნიანი გემების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, აი ეს რა ქვია, ფული ბლოკი ქვია, ანუ ბლოკი არის, სადაც აი სკანტები გადის. და მაგის ეგეც სტანდარტიზებული უნდა იყოს. და მაგის სწრაფად გაკეთებაა საჭირო, იმიტომ რომ ერთ გემზე შეიძლება 1000-ზე მეტი ეგ ბლოკი იყოს და ამის გარეშე ამ დიდ გემებს ვერ აკეთებ, ხო? და მაგან ეს პორტსმუთში შექმნა ეს ქარხანა, სადაც მათ შორის იყო მარკ ბრუნელი,
ინჟინერი, ჟან-ბარ ბრუნელის მამა, რომელმაც მაგასთან ერთად გააკეთეს და მოკლედ აი ეს სტანდარტიზაციის მომენტი, როდესაც ყველა დეტალი იყო ერთნაირი, აი ეს მოცლის დამსახურება არის ძალიან დიდი. და მაგი იყო ძალიან სერიოზული პერფექციონიზმი. მაგალითად, მაგან შექმნა მიკრომეტრი, რომელიც ზომავდა დიუიმის ინჩის 100,000-ის ისეთი სიზუსტით. იმ პერიოდში ეს მე-19 საუკუნის დასაწყისი. ლორდ კანცლერს ეძახდა აი ამას, ლორდ ჩანსელორს ეძახდა ამ თავის მიკრომეტრს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აი ეს ურთიერთჩანაცვლება, დეტალები და სტანდარტიზაცია რეალურად მას წარმოების საფუძველი არის და ამ მას წარმოების გარეშე შენ ვერ აწარმოებ ამდენ გემს, ვერ აწარმოებ ამდენ იარაღს და ისიც რო ვთქვა მაშინ რო გაგიფუშტა რაღაცა რო უცბად უნდა შეცვალო ხო და ნუ მე მან ბევრი სხვა იყო ხო ანუ ეს ქვია ხაზინა ქვია ხო ხაზინიდან და ტოფისისა ეს ქვია სპირალისის რო არის შეგ ლულაში ხრახნი ესეც ხო ეს ყველაფერი მაგას მე მოყვა მაგრამ აი ეს მოცლი ძალიან მნიშვნელოვანია ამაში აი ეს სტანდარტიზაცია და ეს სიზუსტე ძალიან სერიოზული წინსვლა იყო მათ შორის აი ამ იარაღების შექმნაშიც ხო და ალბათ აქ შეგვიძლია ვახსენოთ თვითონ ის რა ინდუსტრიული და მანამდე არსებული სამხედრო საქმე რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან ამის გამო ზუსტად რა კი ცხადია ხო ინდივიდუალური და ახლა მას წარმოება ხო ამ ყველაფრისა ახლა შუა საუკუნეებში ხო ჩვენ ვიცით რომ ყველა მეომარს ინდივიდუალური საჭურველი აქვს ფაქტობრივად იმიტომ რომ არ არსებობს ქართული წარმოება ამ ხრა ერთადერთი გამონაკლისია რეალურად რაც მე ვიცი ეს არის ვენციის არსენალი ხო სადაც დღეში ერთ გემს აკეთებდნენ და ძალიან საინტერესო кейსი არის იმიტომ რომ ანუ ჩვენ აი კონვეიერს ხო უკავშირებთ ჰენრი ფორდს მას ჰენრი ფორდსაც არ გამოგონებია რობერტ ორცი იყო აი ოლცმობილი ვინც მაგრამ არსენალი იყო ეგეთი იმიტომ რომ რეალურად ისინი მთელ გემს აკეთებდნენ არსენალი იყო ვებერთელა ტერიტორია ვენციის ნაწილი სადაც 1/6 იყო ვენეციის მე მგონი სადაც აი ეს არხი იყო და ამ არხს მიყვებოდა ნულიდან დაწყებული გემი და ბოლოში რო გადიოდა უკვე გაკეთებული გემი იყო ხო და ეგ ძალიან ის იყო აი ძალიან და მე სხვა მაგალითი ეგეთი არ მახსენდება არც სამხედრო ისტორიაში არც სამოქალაქო ინდუსტრიაში რომ აი ესეთი ის ყოფილიყო ხო მაგრამ სხვა მეტი არაფერი არაა და ზოგადად სტანდარტიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო დეტალების ზომების ხო, როდესაც სისტემა, როდესაც შენ ერთ ქალაქში 1 ფუნტი გაქვს, მეორე ქალაქში 2 ფუნტი გაქვს და ჩემი ძალიან მიყვარს ფულის ისტორია და შუა საუკუნეების ფული მიუხედავად იმისა, რომ დღეს თქვა და ეს ვალუტები, ეს გაზეთი კურსი, ეგეთი მერყევი რაღაცა, ხო? სინამდვილეში დღეს შედარებით მარტივი სისტემა არის. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ფული იყო, თქვა ვერცხლი და ოქრო და რაღაც, ხო? მაგრამ მაშინ სხვადასხვა ქალაქები უშვებდნენ სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა წონის და ვერცხლის სხვადასხვა შემცველობის მონეტებს. ამიტომ შენ თუ გინდოდა გაცვლითი კურსი, თქვა, არ ვიცი, გერმანიის საღვთო რომის იმპერიის ერთ ქალაქსა და მეორე ქალაქში გამოშვებულ მონეტებს შორის შენ არა მარტო წონა უნდა შეგედარებინა, შენ გჭირდებოდა ასეიორი ტიპი, რომელიც რაღაცა მეთოდებით შეამოწმებდა ვერცხლის შემცველობას და ესე დაგიდგენდა რომელი რაღაც ხო ანუ ეს გაცილებით უფრო რთული ის არის და თან არც ერთ მონეტას ნომინალი არ აწერია ანუ რაღაც 10 საუკუნის განმავლობაში ევროპულ მონეტას ნომინალი არ ქონდა ხო შენ ზომით უნდა მიხვდარიყავი და ვინახატია იმითი რა არის ეს ან და რითია დამზადებული ხო ან და რითი ხო და იქ შეიძლება ყოფილიყო თქვა მაღალი შემცველობის ვერცხლი ან შეიძლება ყოფილიყო ბილონი ანუ სადაც რომაული პერიოდიდან ასეა ხო სესტერცი მაგალითად ბრინჯაოს პატროელი მონეტა რო იყო და მე დენარამდე რო იზრდებოდა რომელიც ოქროს მონეტა იყო უკვე რა და ვერცხლის და ასე შემდეგ ხო აი ერთი აი რითიც ბარემ სამხედრო საქმეს შეგვიძლია დავამთავროთ. რითი განსხვავდება აგრარული და ინდუსტრიული ეკონომიკური მოდელი სამხედრო საქმისათვის ერთმანეთისგან? ხო, აი რამდენად დიდი განსხვავება მოიტანა ინდუსტრიულმა ეკონომიკამ სამხედრო საქმის ევოლუციაში? მაგალითად ყვება. ხო, იმიტომ რომ შენთვის ძალიან რთული გყავდეს მუდმივი ჯარი დიდი რაოდენობით და ატარო აქეთ-იქით შენ თუ არ გამოყვები, ხო? ანუ და ერთ-ერთი მაგალითად მნიშვნელოვანი და ეს არის ინდუსტრიული რევოლუციის ნაწილი, ეს არის ნიკოლას აპერტის კონსერვები, ხო, რომელიც მაგან შექმნა ნაპოლეონის არის 1804 თუ 5 წელი, ხო? და ოღონდ ნუ შუშის იყო რა ანუ რეალურად მიუხედავად იმისა რომ მაშინ არც ბაქტერიოლოგია იყო არც მიკრობების შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცოდნენ ის მიხვდა რომ შენ
წამოადუღებ და მე დახუფავ, ის არ გაფუჭდება. ხო და მე აღარ მახსოვს უკვე ინგლისელი იყო, რომელმაც ქვია კალის ქილებში დაიწყო მაგის გამოშვება და რეალურად იმის მერე ეს ჩვენი კონსერვები რაც არის იქიდან მოდის, ხო? ეგეც ინდუსტრიალიზაციის ნაწილი არის, რატო? იმიტომ რომ შენ თუ მაგას აკეთებ აგრარულებაში, ხო? ერთი შენ არ გაქვს შესაძლებლობა ერთნაირი ბოთლები გამოუშვა, ერთ და იგივე ზომის, შენ არ გაქვს შესაძლებლობა თუნდაც ხუფების მასწარმოების, შენ არ გაქვს შესაძლებლობა პროცესის ავტომატიზაციის, რომ ეს რაღაცა ამის ავსება და რაღაცა ხდება სწრაფად და წამოდუღება და ანუ რეალურად მაგის გაკეთება შეუძლებელი არის, ხო? იარაღზეც პრინციპში უკვე ვილაპარაკეთ და აღჭურვილობაზე, ხო? შენ რაინდი თუ ხარ, შენ უკვეთავ ამ შენ ქვია აბჯარს ცალკე, შენთვის კეთდება ის მარტო, ქვია ხმალიც იგივე არის, ანუ ყველაფერი არის შეკვეთით გაკეთებული, ხო? შენ არ შეგიძლია მიხვიდე მაღაზიაში და აირჩიო, რომ აი ეს ჯაჭვის პერანგი მინდა და ეს ზომები თუ გაქვს და ეს ხო ესეთ რაღაცა არა. კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ წარმოება უსწრებს ყიდვას. ანუ აგრარულ პერიოდში შენ თუ რაღაც ყიდვა გინდა, შენ მიდიხარ უკვეთავ, ის გიკეთებს და შენ ყიდულობ. ინდუსტრიული რევოლუციის მე როცა ეს ავტომატიზაცია და მასწავლება გახდა, ისინი წინასწარ უშვებენ და როგორც ჩვენ დღეს მივიდივართ მაღაზიაში, ყიდულობ იგივეს, ხო? იგივე არის იარაღზეც, ხო? შენ არ გჭირდება წინასწარ მისე შეკვეთა, ან იმიტომ რომ რაღაცა ის ნაწილი არის უკვე მზად და შენ შეგიძლია მიხვიდე და დამატებით. ან თუ შეკვეთავ დიდი რაოდენობით უკვე მზად ეს ნაწილები რო არ გიწყონოთ, ხომ ესე. კიდე ერთი ის არის ზოგადად ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ჩვენ ცხოვრობთ ისე როგორც ცხოვრობთ. ჩვენ დილით ვიღვიძებთ, მივდივართ სამსახურში, მე მოვდივართ სახლში და მე შაბათ-კვირა ვისვენებთ, ხო? ინდუსტრიული რევოლუციიდან მოდის ეს, იმიტომ რომ მანამდე ყველა მუშაობდა სახლში. მანამდე მაგალითად შენ თუ იყავი ვაჭარი, ვისაც უნდოდა რაღაცების გაყიდვა, მანამდე იყო კოტეჯური სისტემა, ეგრეთ პუტინ აქვს ის, როდესაც აი წყილ და ჭიანჭველაში რო არის რაღაცა ის იმასთან წახვალ ის გაიკეთებს, მე ამას ხო აი ეგეთი ხო შენ გინდა ტანსაცმლის ყიდვა, შენ ჯერ მიდიხარ ვიღაცას ვინ ძაბს დაგირთავს, მე ვიდიხარ ვინ ქსოველში გიგერ, მე მიდიხარ და მეშვები რა. შენ დადიხარ იმ ხალხთან და უკვეთავ. და ქართული სისტემა არის, რომ ის ხალხი სახლიდან მოდის სამსახურში, მუშაობს რაღაცა გარკვეული რაოდენობა დროისა და მე მიდის სახლში, ხო? ნუ ჩვენთან თქვა დღეში 8 საათი არის და მაშინ შეიძლება ყოფილიყო 12 ან რაღაცა მეტი, მაგრამ ნუ ეს უკვე თქვა სისტემის მინუსები არის და არა რაღაცა სხვა. ხო, მაგრამ პრინციპი იგივე არის, ხო? ეხლა 2 დღე ვისვენებთ, მაშინ 1 დღე ვისვენებდნენ, ეხლა 8 საათი მუშაობთ, მაშინ 12 საათი მუშაობდნენ. ბავშვებს რომ ახლა არ შეიძლება, მაგრამ საბოლოო ჯამში ის როგორც ჩვენ ცხოვრობთ არის ინდუსტრიული რევოლუციის შედეგი. ხო? ის რომ სპეციალიზაცია გახდა შესაძლებელი, რაღაცა კუთხით ეგეც არის, იმიტომ რომ აგრარულ სისტემაში სულ რამდენიმე სპეციალობა არის, სოფლად განსაკუთრებით, ხო? არის მეწისქვილე, არის მჭედელი, დანარჩენ სოფელში ყველა თავისას აკეთებს. ხო, აი ვიღაცა, ხო, ხო? მაგრამ ეხლა გაცილებით უფრო სპეციალიზებულები ვარ და ესეც ინდუსტრიული რევოლუციის შედეგი არის საბოლოო ჯამში. ხო, თან პრინციპში სოციალურ საზოგადოებრივ თვალსაზრისითაც ბევრი ცვლილება მოიტანა, ხო? იგივე ეს მუშათა კლასის გაჩენა, რომელიც ხა მანამდე ესე არ იყო იდენტიფიცირებული, ხო, იმისგან. არ ხო იყო მაღლის რაც გულს მეფე, არისტოკრატია, ეკლესია და საშუალო ფენასაც უწოდებენ ბიურგერები და შემდეგ და იყო გლეხები. მაგრამ აი ახლა გაჩნდა აი მუშათა ფენა გარკვეულწილად, ხო? ქარხნები გაჩნდა, ხო, იმიტომ რომ ქარხნები იყო და ეს მუშები, ანუ მაშინაც იყვნენ მუშები შენებლობაზე, ხო? შენ თუ გაქვს დიდი ფრანკმასონები, კი. შენ თუ აშენებ ტაძარს და ეს ტაძარი იყო მნიშვნელოვანი რაღაცა, შენ უამრავი ხალხი ყავს მან დასაქმებული და ესენი მუშაობენ, მუშები არიან, მაგრამ ეგეც დროებით ის არის, ხო? იმიტომ რომ მუდმივად ეს ხალხი ქარხანა არ არის ეს, ხო? და აი ქარხნული ისა და სხვა შორის მაგას სოციალურად ბევრი
პრობლემაც მოყვა, იმიტომ რომ ეს ქარხნები რო შენდებოდა, მე ეს ხალხი სასურველი იყო, რომ ქარხანასთან ახლოს ცხოვრობდნენ. ურბანიზაციის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, მაგრამ ეს ქარხანასთან ახლოს ცხოვრობდნენ, ცუდ პირობებში, ცუდი ჰიგიენა იყო, ჭუჭყი იყო, ანუ ეს ყველაფერი რაღაც ძალიან გადამდები იყო დაავადებები. ლონდონი მაგალითად და ვთქვა რომ ინდუსტრიული რევოლუციამდე ლონდონის მოსახლეობა მუდმივად მცირდებოდა. იმიტომ რომ ინფექციური დაავადებები სწრაფად ვრცელდებოდა, რომ არა მუდმივი მიგრაცია სოფლებიდან ლონდონში, მოსახლეობა შემცირდებოდა, ანუ ლონდონი თავის თავს ვერ იმაშვებოდა. ხო და მე ეს კიდევ უფრო ქვია გაძლიერდა ეს ეფექტი. და ეგ მომენტი არის, ამიტომ იგივე აი ენგელსი რომელიც ვახსენეთ ან მსხვერპლიც ვინც წერენ აი იმ პერიოდში დიკენსი რო ავიღოთ ხო ახლა დიკენსის ბევრი წიგნი ყველა არა მაგრამ არის აი ამ ინდუსტრიული რევოლუციის რაღაცა კუთხით სავალალო შედეგებზე ხო რაც ხალხი ცუდად ცხოვრობს ღარიბად ცხოვრობს ეგ რაღაცა ეს სამუშაო სახლები რო არის ოლივერ ტვისტი და აი შემდეგ ხო ისინი რეალურად ხო აღწერდნენ იმას რაც ხდებოდა და ეს სოციალური ფონი იყო მართლა ძალიან მძიმე მაგრამ მეორე მხრივ შეიქმნა ის თანამედროვე ქალაქები, რაც ჩვენ ვიცით, ხო? იგივე მანჩესტერი მაგალითად, ხო? მანჩესტერი იყო ძველი ქალაქი არის, საქსების დროს არსებობდა ჯერ კიდევ რომაელების ხო, კესტერიც არის, ყველაფერი რომაელების ის არის, ხო? მაგრამ ნუ საქსების დროს თავისი როლი ჰქონდა, ეს იყო ალფრედის ერთ-ერთი ბურგი, მერსის ჩილოეთში და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ რეალურად როლი პატარა ქალაქი იყო და მარკეტ ტაუნ რასაც ქვია, ხო? კვირაში ერთხელ. ხო, რაღაცა ბაზრები რა ისინი რო ტარდება, ხო? ფერები. მაგრამ მე იმის გამო რომ ის კარგად არის განლაგებული და ლოჯისტიკურად ცენტრალურად არის განლაგებული, იქ დაიწყო ეს მშენებლობა, იგივე ბირმინგემში, იქ იყო ქარხნები და რეალურად ეს პირველი ინდუსტრიული ქალაქები არის მანჩესტერი რეალურად პირველი თანამედროვე ქალაქი არის, რატო? იმიტომ რომ პირველი რკინიგზის სადგური მანდ იყო, პირველი სამოქალაქო აეროპორტი მანდ იყო 1911 წელს, აი ქვია ატომი მანდ გახლიჩეს, რეზერფორდის ლაბორატორია, ანუ რეალურად ძალიან ისა, ხო? ქალაქი რომელიც არაფერს არ წარმოადგენდა და პირიქით ვთქვათ, ისეთ ქალაქები როგორც იორკი ან ბრისტოლი, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობდა, ან ნორიჩი ძალიან დიდ როლს თამაშობდა შუა საუკუნეებში, არაფერი ისეთი ხო მაგათი როლი მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგრამ ხო აი ეს ურბანიზაცია, ეს ხალხის გადასვლა რეალურად ამან ყველაფერმა სოციალური მდგომარეობა შეცვალა და როგორც ჩვენ თქვი ეს მუშათა კლასის შექმნა და ეს ისა იქიდან მოდის, იმიტომ რომ მაშინ გახდნენ ისინი ხო, რევოლუციებმაც იმატა შესაბამისად მე იმიტომ თუმცა არა ინგლისში. ხო, ინგლისში. აი საინტერესოა რომ ინგლისში რატო არ არის ამის მიზეზი რას ფიქრობ, რომ ინგლისში არ მომხდარა ისეთი რევოლუციები როგორც დანარჩენ კონტინენტურ ევროპაში ხდებოდა. ალბათ ინგლისი მათ შორის ეს მუშათა კლასით შედარებით უფრო მდიდარი იყო. ვიდრე საფრანგეთში და ანუ ისეთ ძლიერ მდგომარეობა არ იყო როგორც სხვაგანობა. შესაძლოა. ხო, შესაძლოა. იმიტომ რომ მაშინ ხო მთელ ევროპაში იყო, ხო? საფრანგეთში იყო, გერმანიაში იყო, უნგრეთში, ყველგან ის იყო და მარქსის მაგიტო გაიქცა ინგლისში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ქვეყანა იყო, სადაც 48-ში რევოლუცია არ ყოფილა. ხო, მაგრამ ინგლისი მაშინაც კი გაცილებით წინ იყო დანარჩენ ევროპაზე. და ეს სხვა შორის მარქსის ბევრ ეკონომიკურ შეცდომასთან ერთად მარქსის წინასწარმეტყველება ხო რა იყო, რომ რაღაცა ეს კაპიტალიზმი ვითარდება, შიგნით იზრდება ეს ძალები, რომელიც მის დამარცხებისკენ და მერე რევოლუცია მოხდება და კაპიტალიზმი შეიცვლება სოციალიზმად. რევოლუციები მოხდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებში. ჩინეთში, რუსეთში, სადაც ინდუსტრიალიზაცია ან საერთოდ არ იყო დაწყებული, ან იყო ძალიან ისე დაბალდონაზე. ხო და იდეაში მაგის წინასწარმეტყველება ამბობდა, რომ აი ინგლისში უნდა მოხდეს ჯერ, იმიტომ რომ ყველაზე განვითარებული სადაც იქ. ხო, მაგრამ ხო, აი ინგლისი გადარჩა ასე ვთქვათ. ასე რა ქვია. რევოლუციებს. ანუ რეალურად ხა ეს ინდუსტრიული რევოლუცია რომელმა ქვეყნებმაც ან გვიან გაიარა უფრო ან ფაქტობრივად ნაკლებად შეეხო, ხო? რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე ამ ქვეყნების მდგომარეობაზე ეს?
აი მაგალითად საქართველოზე თუნდაც შეიძლება რომ განმაზოგადოთ ეგეც ხო რუსეთის იმპერიის ფარგლებში ასეთ ვისხა რუსეთის იმპერია არ იყო ყველაზე მაღალი ინდუსტრიული სახელმწიფო ევროპაში ხო საერთოდ არ ყოფილა მაგრამ ნუ რაღაცა დონეზე მაინც შემოვიდა ხო რაღაცეების ქარხნები წარმოება რაღაცა აი მაგალითად რომ ახსენე რომ ქალაქებში ჩამოდიოდა მოსახლეობა საცხოვრებლად თბილისშიც ბევრი უბანი არის ასე შექმნილი იმ პერიოდში ასე სამუშაო ძალა ჭირდებოდა მაგალითად რკინიგზის გაყვანას მაგალითად ჭირდებოდა რაღაც ქარხანას ამ შემდეგ ხო აი თუნდაც გერმანელების წარმოებები თუნდაც საქართველოში და ასე შემდეგ მაგრამ მთლიანობაში რა იცი ჩვენ აი ისტორიკოსები შეიძლება ამბობთ ხოლმე რომ საქართველოს ბევრი ისტორიული პროცესი რაც ხდებოდა დასავლეთ ევროპაში გამოტოვა რის გამოც აი თანამედროვე სახელმწიფოს შენებლობა მე უფრო გაძნელდა რა საქართველოში მათ შორის იყო მაგალითად ის ჰუმანისტების პერიოდი რენესანსი თავის პერიოდში მე უკვე ეს ინდუსტრიული რევოლუცია განმანათლებლები განსაკუთრებით რაღაც და აი თითქოს აი ამ ყველაფრის გამოტოვების შემდეგ ძალიან ძნელია თანამედროვე სახელმწიფოს აღშენებლობა მაგრამ საბჭოთა კავშირი მაგალითად ხო ამით დღესაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რომ ამაზე საუბრობს ხოლმე რომ აი მაშინ იყო წარმოება და ინდუსტრიალიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი რამდენად შეიძლება შეითვალოს საბჭოთა კავშირი იყო დიდი ინდუსტრიული სახელმწიფო საბჭოთა კავშირზე ჩემთვის ყველაზე კაი როცა მეუბნება საბჭოთა კავშირი ეს კარგი იყო საბჭოთა კავშირში აი 69 წელი რო ავიღოთ ხო 69 წელში ამერიკამ გაუშვა ხალხი მთვარეზე 69 წელი იყო პირველი წელი როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყეს თვალის ქაღალდის წარმოება ანუ მანამდე არ ყოფილა ხო და ამიტომ ბევრს ლაპარაკობს იმაზე რამდენიც კი საბჭოთა კავშირში იყო ეს დაჩქარებული ინდუსტრიალიზაცია რეალურად ძალიან ბევრი მსხვერპლით იმიტომ რომ ჰოლოდომორი რეალურად ეს არის და ეს კოლხოზები და ეს ყველაფერი და ქარხნების შენობლობა და ამ შემდეგ მაგრამ ინდუსტრიული ქვეყანა არ იყო ხო იმიტომ რომ ძირითადი მისი აქცენტი იყო სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ისიც აი ჩვენთან შეიძლება ამბობენ რომ აი საბჭოთა კავშირში კარგად ასწავლიდნენ ფიზიკას და მათემატიკას და რაღაც კი იმიტომ რომ იყო საჭირო იმისათვის რომ მე როცა სამხედრო მიზნებისთვის. იმიტომ რომ ქვეყანა რომელიც მანქანებს არ უშვებდა, ანუ მანქანა რო გეყიდა უნდა ჩამდგარიყავი რიგში და რამდენიმე წელი უნდა მდგარიყავი იმ რიგში, ანუ მანქანის ყიდვის უფლება მოგეცემოდა. ხო, ეს რა თავის რავი ყველაფერი იყო დეფიციტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინდუსტრია როგორც არ უნდა ყოფილიყო, არ მუშაობდა ისე როგორც უნდა ექნა, ხო? ამიტომ ჩვენთან და ჩვენც ეს დაგვეტყო, ხო? ანუ და თან როდესაც იმას ვინ რა უნდა გამოუშვას წყვეტს ვიღაცა ჩინოვნიკი გოსპლანში, ამას კარგი შედეგები არის არ მოყვება, ხო? ჩვენთან იყო ქვია ქუთაისის ავტოქარხანა. რატო? იმიტომ რომ ყველა რესპუბლიკას რაღაცა უნდა აეშენებინა, რაღაცა მაგალითად აი ლატვიაში იყო ეს მარშრუტკები რა რაფები რაც არის, ხო, აი 90-იან წლებში სანამ ეს ფორდები ტრანზიტები შემოვიდა, სულ ამ რაფები დადიოდა. რომელიც ბელარუსიას გამომართლა, იმიტომ რომ ეს ბელაზი რომელიც არის დღესაც პრინციპში წარმატებული ის არის, მაგრამ სხვა რეგიონებში რაც იყო, ეხა ჩვენი ეს სატვირთო მანქანები, ეს კოლხი და ერქვა, თორსები არ ვარგოდა არაფრად, ხო? ესეთი ურბანული ლეგენდა არის, რომ როდესაც აი ამ ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორიის პრივატიზაცია მოხდა, ჭიშკრიდან რამდენიმე 10 მეტრში ბეტონში ჩამარხული 5 სატვირთო მანქანა იპოვეს. და ვინც იპოვა გაწყვიტა მოეძია და ნუ აღმოჩნდა რომ ეხა გოსპლანი როგორ მუშაობდა შენ გამოუშვი ამდენი და გაუშვი იქ და რაღაც ჩელებინსკი უნდა გაეშვათ რა და იმ ჩელებინსკის ქარხნის დირექტორმა ამას დაურე გაუთხավ შენ ციცი რომ ვერ ჩამოვა ეს მანქანები და მეც ვიცი რომ ვერ ჩამოვა და მოგიწე რაც გინდა ხელი უბრალოდ არ იმიტომ რომ მაინც ჩემი ჩამოსაყვანი გახდება და გამოსათრებიო და იმან მოუწერა და ჩამარხა ხო ამიტომ ეგ რაღაცა წარმატებების ის იყო, თქვა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, წარმატებული ქარხანა იყო, მაგრამ ძირითადად ეს მაინც საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია იყო მოჩვენებითი, აგებული ძალიან ბევრ სისხლზე, რომელიც დაიღვარა 30-იან წლებში იმისაც, რომ ეს ინდუსტრიალიზაცია მოხდარიყო და იმაზე, რომ ეს ყველაფერი მიდიოდა სამხედრო მიზნებისთვის უფრო და ხო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სტატია ვნახე ამას წინ. მანქანები, ყველა მანქანა, რომელსაც საბჭოთა კავშირი უშვებდა, ყველა დიზაინი არის მოპარული.
ხო, კი. Fiat-ის გარდა, რომელიც ნაყიდი არის, ნოლადინი რო იყო, ის იყიდეს ოფიციალურად. ხო, Volga-ც ხო Cadillac-ია თუ რომელიღაცა. ხო, იქ Opel-ია, იქ ვიღაცა, ყველა ანუ თავის ეს რანაირი ინდუსტრიალიზაცია არის ეს. ხო, რაღაცა პარაზიტული ინდუსტრიალიზაცია გარკვეულწილად. მე მგონია, რომ საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება გახდეს ქვეყანა ინდუსტრიული მოქმედებაში, ეს არის იაპონია. მეიჯის რევოლუციის მერე, როდესაც აბსოლუტურად ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა 17 წელი გავიდა და რუსეთს მოუგო ომი. კი. ხო, ანუ ეგ ის არის და სხვა შორის მან ძალიან საინტერესო თეორია არის. რატომ მოხდა ეს, რომ ძალიან სწრაფად ითარგმნა სამეცნიერო ლიტერატურა იაპონურად. ვიღაცა კონკრეტულ იაპონელს არ მახსოვს სახელი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ეს, მაგრამ რეალურად 20-30 წელიწადში მთელი კორპუსი, რაც მაშინ გერმანულად და ინგლისურად იყო და მაშინ გერმანული იყო ძირითადად სამეცნიერო, ყველაფერი ითარგმნა და ამან ძალიან წაწია წინ. ამიტომ ჩინეთში არ მომხდარა, მაგალითად. ჩინეთში არ მომხდარა, ხო, ჩინეთში არ, მაგრამ ჩინეთში მან სხვა იმით წავიდნენ. და მე საბოლოოდ მაგრამ იქაც რევოლუცია კი. ხო. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩინეთმა დაიწყო ეს თქვა 80-იანი წლების დასაწყისში. ხო, ჩვენთან ახლა ინდუსტრია, ჩვენ კი ამ ტერმინს ვიყარეთ, მაგრამ ეს მრეწველობასაც. ხო. ან სამრეწველო რევოლუციას. ხო, ალბათ ეს შეიძლება პროსტო დასახელებაც იყოს გარკვეულწილად, ხო. ხო. მე მგონია რომ ცოტა უფრო შეზღუდული ანუ მას მოიცავს რა მრეწველობა ვიდრე ხო მე ხო მაინც ინდუსტრიული მას ამას ვიყენებთ ხოლმე თუმცა მრეწველიზაცია ეგეთი რაღაცა არ არის ინდუსტრიალიზაცია და არსებობდა პარტიაც ასეთი ხო მრეწველობა გადაარჩენ საქართველოს და რა სიტყვი მაგაზე მრეწველობა გადაარჩენ საქართველოს ხო ეგ ძალიან რთული ის არის რეალურად ჩვენ ეხლა ერთი მხრივ ცხოვრობთ პერიოდში, როდესაც პოსტინდუსტრიულს ეძახიან, ხო, როდესაც ძირითადი ნაწილი ეკონომიკის განვითარებულ ეკონომიკებში მით უმეტეს არის მომსახურება. მაგრამ მეორე მხრივ ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ რა უნდა მიეწოდო? ხო, თუ არ გექნება რა. ხო, იგივე მომსახურებას ვერ მიაწვდი, კომპიუტერი თუ არ გაქვს, ხო? ძალიან საინტერესო გრაფიკი ვნახე ამას წინ, რომ იმ ზუსტად ამ სამრეწველო თვალსაზრისით ჩინეთი უშვებს უფრო მეც ვიდრე ამერიკა და ევროკავშირი ერთად. და სტატია სადაც ვნახე იყო იმაზე, აი რა მოხდება, რომ ჩინეთი ტაივანს დაესხას და ჩაერთვება თუ არა ამერიკა და ისა და ის ამბობს, რომ ამერიკის დიდი უპირატესობა მეორე მსოფლიო ომის დროს იყო სწორედ აი ეს სამრეწველო კომპლექსი, რომელიც ძალიან მარტივად გადავიდა სამხედრო რელსებზე. ხო, იქ ფორდის მანქანების მაგივრად დაიწყეს რაღაც სამხედროების გამოშვება, ხო? ჯავშან ტექნიკის და რაღაც, ხო, ძალიან მარტივად და დღეს ეს არა აქვს ამერიკას. ხო, და ეგ მომენტი აი რა თქმა უნდა, ეხა მესამე მსოფლიო ომი აპოკალიფტური სცენარი არის და რა მაგაზე სერიოზულად ლაპარაკი ალბათ არ ღირს, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს ის, რომ ამერიკის დღევანდელი ეკონომიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება 30-იანი წლების ბოლოს ეკონომიკიდან, სწორედ იმაში, რომ მაშინ შეეძლო ამის გამოყენება და ჩინეთს ეს დღეს შეუძლია და ამერიკას არა. და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით თუ ვინ იგებს დღეს რეალურად ომი ხო დრონები არის საბოლოო ჯამში, ხო, ანუ ადამიანის ჩართულობა. ისა ხო, რომელსაც წარმოება უნდა და ჩინეთი ამ ხრივ გაცილებით უფრო წინა. ზოგადად ეს რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ინდუსტრიულ რევოლუციას, ზოგადად ეს თუ როგორ იცვლებოდა ომის warfare, რასაც ქვია, ხო, ომის წარმოება როგორც არის, ხო? სამხედრო საქმე ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ რამდენად იგივე ტელეგრაფი რო ავიღოთ, ხო? ტელეგრაფი ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის კუთხით, იმიტომ რომ როდესაც შენ ლონდონს და ნიუ-იორკს შორის ინფორმაციის გადაცემა 10 დღე გჭირდებოდა, ის ძალიან სწრაფი გემით, ხო? და უცბად გჭირდება წუთები. ეს გაცილებით უფრო დიდი ნახტომია, ვიდრე ტელეგრაფიდან ინტერნეტზე, ხო? ან რაღაცა რადიოდან ინტერნეტზე, ხო? იმიტომ რომ იქ კი მნიშვნელოვანი თვისობრივი ნახტომია, მაგრამ იქ წუთები გადადის წამებში და აქ დღეები და კვირები გადადის წუთებში. და ამიტომ აი ამას ძალიან დიდი ის ქონდა, ხო? იგივე ყირიმის ომის დროს, ხო? ხო მთელი ხაზები გაიყვანეს ტელეგრაფის ხაზები და მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის მან თავდასხმითი
ქვია შესაძლებლობები ვერ ეწეოდა თავდაცვით. იმიტომ რომ აი არა მარტო აი პირველი მსოფლიო ომი ძირითად მაგის მაგალითი არის, მაგრამ იგივე ყირიმის ომიც, ხო? აი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი არის აი ქვია Charge of Light Brigade, ხო? როდესაც თქვა რეგლანი იყო თუ არსები გენერალი. ლორდი რეგლანი. ხო, რეგლანი, რომელიც უბრძანა ესისა, მე აღმოჩნდა რომ იქით არ უბრძანა და სხვაგან უბრძანა, მაგრამ მთელი ეს კავალერია შეაკვდა რეალურად არტილერიას, ხო? რატო? იმიტომ რომ თავდაცვითი ტექნიკა იგივე ეს არტილერია იგივე ეს გაცლები ვიდრე თავდაცვითი და სანამ ტანკები არ გამოიგონეს მე პირველი მსოფლიო ომის ბოლოსკენ, ხო? ისიც კი არ იყო ის არ იყო ის, ხო, მაგრამ ნუ ხო მე ის იყო, ხო და მთელი პირველი მსოფლიო ომი ხო საერთოდ საშინელება არის სასანგროომია და ცოტათი აქეთ გადმოვიდა, ნუ რეალურად რაღაცა ცოტა შეს ბოლპერში გამოვიდა მაგაზე კარგი ფილმი 1917 ქვია და ერთი კადრი რო არის ხო არ მინახავს ხო კაი სულ იმაში სანგარში ვითარდება მოქმედება რა და აი მაგაზე ეგ მე იმს ვაფასებ მაგიტო რომ აი წარმოდგენას უქმნის ეხლანდელ ადამიანს აი პირველ სოფლიო ომში მონაწილე ადამიანისთვის რა იყო ეს ომია შეიძლებოდა აი ის მიწაში ჯდომა და თავის წამოყოფა შიგადაშიგ თუ გაგიშვებდნენ რაღაცა თვითკვლელ იმაზე შტურმზე ხო ჩაოლებრივად ხო და დღეში თუ რაღაცა 20 მეტრს გაივლიდები ხოლმე ძალიან დიდი წარმატება ითვლებოდა ხო კი მაგრამ დროთა განმავლობაში მე ესეც შეიცვალა ხო ხო ნუ ცხადია ფეტევითი იარაღი და მე რა თქმა უნდა იცი რა არის ესეც გარკვეულწილად მოთხოვნა მიწოდების თემა გახდა ხო აი ამიტომ არის ხოლმე ზოგჯერ ამბობენ რომ სამხედრო საქმეო არისო მთავარი კატალიზატორიო ზოგჯერ რომ მე ტექნოლოგიური განვითარებისას შესაბამისად ინდუსტრიალიზაციასაც გარკვეულწილად იმიტომ რომ მოთხოვნა არის ხატამიგინე ამდენი 5 წელი რომ მთელი სოფლიო ერთმანეთს ეომება რამდენი იარაღია საჭირო რამდენი ტყვია რამდენი ტასაცმელი ყუმბარა ზარბაზანი და ასე შემდეგ და უამრავი ტექნოლოგია რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ მიბმული არის რაღაცა სამხედრო გამოვიდა GPS-ი მაგალითად ხო ამან ბევრი კონსპირაციის თეორიას გააჩინა რომ აი ყველა ომი დაწყებული მე-19 საუკუნიდან არის აი იარაღის დამამზადებელი კორპორაციებისგან დაგეგმილი ასე ვთქვა და ხო რაღაცას აღა მაგითლათ ესე არა ეს ძალიან კონსპირაციული არის მაგრამ ნუ მაგალითად არის მაგალითები როდესაც ნავი კრუპის ხარხნები ან არსტრონგის ხარხნები რაღაცას გამოიგონებდნენ და მიყიდნენ ქვეყნის მოწინააღმდეგეს იმისაც რომ მე ქვეყანას მათთვის ამის საწინააღმდეგო ის დაეკვეთა ხო ეგეთი ისინი არის მაგალითები არსტრონგის საინტერესო კაცი იყო სხვა შორის შოტლანდიელი ისა ეს უკვე 19 საუკუნის მეორე ნახევარია მაგრამ ძალიან საინტერესო არის ეს მისი ხარხნები და მისი თქვენ მეტოქეობა გრუპის ხარხნებთან მათ შორის იარაღის იმაში ხო გატლინგი ხო გატლინგი და მე მაქსიმის ხო ეს თქვენ ფრქვევები რაც გამოჩნდა აი მაგან ჩაიყვანა ხალხი იმაში სანგრებში ხო ხადია რომ მეტი ვარიანტი აღარ არსებობდა ხო ნუ გატლინგი პირველად მე მგონი სამოქალაქო სამოქალაქო აი იმდენად ბოლოს იყო უკვე ხო მაგას საერთოდ შეუძლია აი ყველაზე მეტად მაყურებელს და მსმენელს ალბათ ახსოვს ეგ იარაღი ცნობილი ფილმიდან უკანასკნელი სამურაი ხო სადაც აი ძალიან ხა მასეთი მკაფიო ის მაშინ განსხვავება ამ სამოქალაქო ომში არ იყო მაგრამ მაგის ჩვენება უნდათ რომ აი თანამედროვე რაღაცა 19 საუკუნის ის რაღაცა და ძველი კონსერვატიული ასე ვთქვათ ტრადიციებზე დამყარებული ერთმანეთს როგორ მასება უპირისპირდება ხო საინტერესო არის მე მიყვარს ეს ფილმი მაგრამ ობიექტურად ეს ტომ კრუზიც და ეს ვატანაბეც რეალურად უარყოფითი ტიპები არიან ქვეყნის განვითარებისთვის და ის რაღაც ცუდი ხალხი გატლინგით ის ინდოეთში ის არის ვინც წინწაწია იაპონიაზე. ის ხოდა შეიძლება იმპერატორი როა ნაჩვენები მან ძალიან გავს მართლა იმპერატორს ვინც მართლა ყავდათ მეიჯის ხო? ამ იმპერატორზე ძალიან მიყვარს მის პორტ-არტურის ომი ანუ რუსეთ-იაპონიის ომის დროს მაგალითად თავარსარდალი იყო გენერალ ბარონი ნოგი ეგეთი და ძალიან ცნობილი სურათი არის მისი სიკვდილის წინა დღეს, როდესაც ის კითხულობს გაზეთს. და ის და მის ძოლი არის და გაზეთს კითხულობენ, გაზეთში არის აი ამ იმპერატორის ნეკროლოგი. და რატო არის საინტერესო? იმიტომ რომ ამ ომის მერე, რომელიც იაპონია მოიგო,
ეს ნოგი იყო ძალიან უკმაყოფილო იმით, რომ ძალიან ბევრი იაპონელი დაიღუპა და ის თვლიდა, რომ მისი ეს არის დანაშაული და სთხოვა აქვია მეიჯის, რომ სეპუკუს უფლება მიეცა და იმან აუგრძალა, რომ სანამ მე ცოცხალი ვარო არაოდო, რომ მოკვდა მეორე დღეს მაგანა მაგის ცოლმა გაიგეთეს სეპუკუ. ტოგო და ეს ნოგი. ის ფლოტის მეტაორია ამ შემთხვევაში და კი, ნამდვილად ძალიან საინტერესო მოვლა, მაგას შეიძლება ტოგო იყო. ჩვენ ეპიზოდიც ჰქონდა იმაზე, რუსეთ-იაპონიის ომზე. ეგ არ მომისმენია, უნდა და საინტერესო, ჩემი სტუდენტები იყვნენ სტუმრები, რომელთაც ძალიან კარგად ჰქონდათ მომზადებული ეს თემა და მე მოიწვია მე პოდკასტში რომ ესაუბრათ ამაზე რა იმდენად მოეწონა თვითონ ეს საკითხი და აი მათ ჩაუსხდნენ რომ ხო შეიძლება ტოგო იყო და შემეშალა მართალია და ბოდის უხთი მაყურებელს შეიძლება მსმენელს შეიძლება ტოგო იყო ზუსტად ანოს მე რომელმა გააკეთა მაგრამ ეგ ძალიან დიდი ხედავთავარი იყო მაშინდელი იაპონიისა ნუ ხა ის ხერხლიდას გასაკვირი არ არის მაშინდელი იარაღისა და ტაქტიკით რა არის ტაქტიკას ვერ ეწეოდა იმიტომ რომ იგივე სამოქალაქო ომში ძალიან ბევრი რამ არის ნაპოლეონური ომების ტაქტიკით მიმდინარეობდა მაგრამ იარაღი იყო გაცილებით გაუმჯობესებული რაც იწევდა იმას რომ თუ ადრე მაგალითად ზალპურის ცეცხლის დროს 1000 გასტროლიდან 100 კაც მოკლავდნენ ახლა 1000-დან 500 კლავდნენ ხო და შეიცვალა ხრახნით და შესაბამისად ძალიან დიდი მსხვერპლი მოყვა ამას რა მე და დოთა გამროში მიხვდნენ მე როგორ უნდა ეომათ და სანგრების გათხრა და რაღაცა თან მან ისიც იყო რომ მაგალითად ნაპოლეონის და მანამდე პერიოდის ჯარისკაცებში მნიშვნელოვანი იყო დისციპლინა და რაღაცა ავტომატურად შესრულება რაღაცეების აი რაღაცა წყობში სიარული რაღაცა სროლა ერთდროულად ხო და მე ეს ცოტა შეიცვალა და მე ვთქვათ უკვე რობოტი მითხო გამოფლეჟი რობოტი ჯარისკაცი აღარ ბრიტანელები წითელი ფორმებით აღადადიან რედ კოუტები მაგრამ ეგ არის ბრიტანეთის იმპერიის სიმბოლოა წითელი უნიფორმები რომელთაც გამოირჩევა და იცნობილი მუსიკა British Grenadiers რაც აქვს ხო გეწოდებული ეს ძალიან ბევრ ფილმშიც ჟღერს ხომ როცა ბრიტანელები არის მაშინვე ის მუსიკა არის ხომ რაღაცა დაწყობილი იმაზე მსმენელს ასევე ურჩიოთ შენი წიგნი არის ეს არის ეკონომიკის ისტორიის სკოლიოებიდან არის ბათუმის გამომცემლობის გამოცემული წიგნი მე ეს წიგნი შევიძინე წიგნის ფესტივალზე 2022 წელს და ყველას გირჩევთ ვისაც გაინტერესებთ ქართულ ენაზე რაიმე რომ ეკონომიკის ისტორიაზე წაიკითხოთ, იმიტომ რომ ამ ხრივ ძალიან ღარიბი ვართ. ხო, ხა ეკონომიკის ისტორიაზე მართლა ძალიან ღარიბები ვართ რა და მით უმეტეს რომ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ ისტორიოგრაფიასთან ძალიან ჭირდება, ჩემი აზრით, იმიტომ რომ უამრავ რამეს ხსნის ძალიან კარგად მე შემდგომში ეკონომიკის ისტორიასთან. კი, საჩვენს ეგ საინტერესო არის როგორ შეიცვალა ეკონომიკის ისტორია, იმიტომ რომ თავიდან ისტორიკოსები ხო აი ბროდელი მაგალითად რომლის წიგს მინდა მივადგე და იმ ხელა სამი ტომია რომ მეშინია მაგრამ მაინტერესებს ანალიზის სკოლა აი ბროდელის ცივილიზაციის დასავლეთის ცივილიზაცია ძალიან საინტერესო ჩანს ხო და არა მარტო ხო იგივე ეს არნოლდ ტოინბი რომელიც მე ვახსენე და ისინი ისტორიკოსები იყვნენ დღეს ეკონომიკის ისტორიას ეკონომისტები სწავლობენ და წერენ აი ეს ხალხი მივახსენე უფრო ეკონომისტები არიან ხო და ისინი ეკონომიკა იყენებენ ეკონომიკურ მეთოდს მაგალითად კლიომეტრიკა არის ეგეთი რაღაც ხო არის ეკონომეტრიკა რომელიც საშუალებას გაძლევს მონაცემებიდან რაღაც სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის და statistical inference-ს ქვია ხო ისინი ცდილობენ გამოიყენონ ეს მეთოდები რასაც დღეს თანამედროვე ეკონომისტები იყენებენ წინა საუკუნეების მონაცემების და ძირითადი პრობლემა რაც არის მაგალითად არის მონაცემები იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არის ხო ინგლისი ამ ხრივ არის კიდე უპირატესი ანუ როდესაც ეკონომიკის ისტორიაზე რაღაცა კვლევა ინგლისის მონაცემები იქნება აუცილებლად ისინი პრაქტიკულად არაფერს არ ანადგურებდნენ ყველაფერს ხო აი რა ქვია ნორმანებს რო არ გაენადგურებინათ საქსების არქივები ისინი შენახული იქნებოდა აი ძალიან მარტივი მაგალითი ხო აი ბევრ ცენტრალურ ბანკს აქვს ეგეთი ინფლაციის კალკულატორი რო შენ შეიყვან თქვა დღევანდელი ლარი რამდენი იყო 95 წელს ამ პირიქით ხო და სიტყვაზე ჩვენთვის ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ფასები დღეს და 80-იანების შუაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად გადააბეს სტატისტიკოსებმა. ინგლისში იგივე კალკულატორი იწყება 1209 წლიდან. ანუ 1209 წლის ფუნტი დღევანდელ ფუნტს. ანუ ჯონ უმიწაწყლოსაც იყო ეს. ჯონ უმიწაწყლო მაგნა კარტამდე, ხო? მაგნა კარტამდე ეს მთელი ის არის და ამიტომ ეგ მნიშვნელოვანი მომენტი არის და დღეს რეალურად ამ ეკონომიკის ისტორიას უფრო ეკონომისტები სწავლობენ, ვიდრე ისინი. ერთი ვინც არ ვახსენე და მინდა ვახსენო, იმიტომ რომ მაგის ტექსტს ვიყენებ ხოლმე არის გრეგორი კლარკი და მაგას აქვს ძალიან საინტერესო თეორია. ის ამბობს, რომ ის
პრეინდუსტრიულ პერიოდს, ან წინაინდუსტრიულ პერიოდს, უძახის მალთუსიანურ პერიოდს. ხო, თომას მალთუსი იყო ინგლისელი მღვდელი და ეკონომისტი და ყველაფერი, რომელიც ამბობდა, რომ მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, საჭმელი იზრდება არითმეტიკული პროგრესიით, ადრე თუ გვიან საჭმელი არ გვეყოფ, ხო და ამიტომ მოსახლეობის ზრდა უნდა შევამციროთ რაღაცა მეთოდებით, ხო? იმის გამო რომ მღვდელი იყო, თქვა, კონტრაცეფციას და აბორტზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და ის ამბობდა, რომ რაღაცა გვიან უნდა მოიყვანოთ ცოლი, ცოტა შვილი უნდა ყავდეს, ხო? თვითონაც მიყვა, ხო? 38-ისა მოიყვანა ცოლი, ყავდა 3 შვილი, იმათ არცეთ შვილი არ ყავდა. და ის ამბობდა, რომ ომი, ქვია, ეპიდემიები, შიმშილია, ეს ყველაფერი კარგია სინამდვილეში, იმიტომ რომ ეს მოსახლეობის რაოდენობას ზღუდავს და ვინც რჩება, ისინი უფრო მდიდრები არიან. ხო და მოკლედ რეალურად ეს ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი რევოლუციური მომენტი არის იქ, რომ ეს საშუალო შემოსავალს რო შევხედოთ რაღაცნაირად შეფასებულს რეალურ ერთეულებში, ხო, რამდენი საჭმელი გვაქვს, ხო, დღეში. ეს პრაქტიკულად არ იცვლება 19 საუკუნის დასაწყისამდე, მე ვარდება ზევი და ჩვენ დღეს გაცილებით დიდრები ვართ. მაშინ როცა თქვა 18 საუკუნის შუაში ინგლისელი გლეხი და პირველ საუკუნეში რომაელი გლეხი, ისინი დაახლოებით ერთნაირად ბიგვებეთნაირი შემოსავალი ქონდათ. ხო და აი ამ კლარკის ვერსია არის ძალიან საინტერესო. ის ამბობს, რომ ევოლუციური პროცესები ხდებოდა და ინგლისის მაგალითად რატო ინგლისში, იმიტომ რომ ინგლისში ის ამბობს ეგეთ რაღაცას. მდიდრებს ყავდათ მეტი შვილები. ღარიბები ვერ აჩენდნენ იმდენ შვილს, უბრალოდ ბავშვთა სიკვდილების გათვალისწინებით, გადარჩენილი შვილების რაოდენობა არ იყო საკმარისი, რომ თავისთავად შეეცვალათ. და მდიდრებს ყავდათ უფრო საშუალო მდიდარ ადამიანს სიტყვაზე ყავდა 4 შვილი, ღარიბს ყავდა 2 ან ნაკლები. და ამიტომ ინგლისი ის ამბობს არის ქვეყანა, სადაც მუდმივი დაღმავალი სოციალური მობილობა არის, ხო? იმიტომ რომ იმ 4 შვილიდან ერთი, თქვათ, მემკვიდრე არის, მეორე დანარჩენი სადღაც უნდა წავიდნენ. და ის ამბობს, რომ ეს მუდმივად უფრო მდიდარი ხალხის შვილები ცვლიდნენ ღარიბებს შემდეგ თაობაში. მაგრამ გარდა ამისა, ისინი მეათ თან მიქონდათ თავისი ევოლუციური თვისებები. მაგალითად, ისინი უფრო მომთმენი იყვნენ patient უფრო time preference უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთზე იყვნენ თანახმა ესე ვთქვათ, ხო? უფრო განათლებულები იყვნენ, ნაკლებად მიდრეკილებელი იყვნენ, მიდრეკილები იყვნენ ძალადობის მიერ და ეს შემდეგ და წლების განმავლობაში შეიქმნა კრიტიკული მასა საშუალო კლასის, სადაც წარმოიქმნა აი ეს ინდუსტრიული რევოლუციის გამოგონებელი. საინტერესო თეორია არის, ხო, საინტერესო და ძალიან ისეთი წყობრი არის და როდესაც ეკონომიკურ ისტორიას ვასწავლი, ამას ვიყენებ ხოლმე და რა თქმა უნდა სხვა რაღაცებს ვლაპარაკობ, ეს ძალიან ლოგიკური არის და ძალიან კარგად ხსნის. კი, ფიქრობ, რომ ეს ასეთი თეორიების შემოტანა ისტორიასაც კი წყენს ნამდვილად კი. აი ხა ჩვენ კი ვამბობთ საქართველოსზე მაგალითად ძნელია უფრო ამის გაკეთება, იმიტომ რომ მონაცემების პრობლემაა. ამ შემთხვევაში ხშირად მართავენ ხოლმე ასევე შედარებით მსჯელობასაც, რაც ასევე აკლია ხოლმე. ზოგადად ჩვენთან ისტორიას, იმიტომ რომ საქართველო განყენებული არ არის რაღაც სოფლიოში წარმოკიდებული ხო არ არის, ხო? ანუ რაღაც ნაწილი არის რაღაც რეგიონის, რაღაც ზონის, რაღაც ხალხის, რაღაც რელიგიისა შემდეგ და შესაბამისად მე ჩვენ უკვე ვიყენებთ ხოლმე პარალელებს ვავლებთ ხოლმე, ვადარებთ ერთმანეთს, მასშტაბებს, რაღაცებს ამის მიხედვით ვადგენთ ხოლმე და არის შესაძლოა საქართველოს შუა საუკუნეების საქართველოს ეკონომიკური ისტორია არის ესეთი გამოცემა აპოლონ თაბუაშვილის წიგნია საინტერესო ნაშრომია და ერთ-ერთი პირველი გადადგმული ნაბიჯია ჩემი აზრით ამ მართულებით ხა ჩვენ ძალიან შორს ვართ ანალების სკოლის მეთოდიკა და მიდგომებისაგან ნუ ამაში არც წყაროები ვერ გვეხმარება მაინც და მაინც მაგრამ მე ვფიქრობ რომ დროთა განმავლობაში უნდა დამკვიდრდეს რა ამგვარი ისინი მიდგომა და ბევრ რაღაცას გავიგებთ უფრო ჩვენი ისტორიიდან აი რადგან ხა მაგალითად ბევრ რაღაცაზე რასაც ჩვენ ვიტყვით ხოლმე ზოგჯერ იმიტომ რომ ჩვენ ამაზე გვიფიქრია და მე უკვე წყაროები შეგვიდარები რაღაცა და ვიტყვით ხოლმე და მე ზოგჯერ ღიზიანდება მსმენელი იმიტომ რომ მან სხვანაირად იცოდა ეს მანამდე ხო აი ხშირად ეს ყველაფერი იხსნება ხოლმე ძალიან ისეთი ბანალური ეკონომიკური ფაქტორებიდანაც კი მათ შორის იქნება ეს ომების ფაქტორები იქნება ეს ბრძოლების იქნება ეს ჯარების რაოდენობები ქალაქის მოსახლეობა თუ ასე შემდეგ ეს ყველაფერი მაინც დაკავშირებული არის რაღაცა სხვა მიმართულებებთანაც არა მარტო ისტორიასთან ანუ შეიძლება ეკონომისტები ზოგადად ამბიციური ხალხი ვართ ამ თვალსაზრისით ეგეთი ის არის მოსაზრება რომ აი
ეკონომიკას უნდა იყოს სოციალური მეცნიერებების ფიზიკა, ხო? იმიტომ რომ მატერიალურ სამყაროში ფიზიკა არის ყველაფერი, ხო? ქიმიაც ფიზიკაა, ბიოლოგიაც ფიზიკაა, საბოლოო ასტრონომია, ყველაფერი ფიზიკაა. ხო და ეკონომიკას უნდა იყოს ესე. და პრინციპში ბევრი რაღაცა მოვლენის ახსნა შეიძლება ეკონომიკური მოტივებით და არა რაღაცა სხვა. ხო, რაღაც რატო არსებობდა მონობა, ხო? იმიტომ კი არა რომ ადამიანი შინაგანად ცუდია, იმიტომ რომ მონა cost benefit-ის კუთხით უფრო და რატო გაქრა მონობა, იმიტომ რომ აღარ იყო. ხო. საჭიროება აღარ იყო, ხო? ანუ მონოფლობელობა იმიტომ კი არა გაქრა რაღაც მარქსი რო ამბობს რომ აი რაღაცა მორჩა და უცბად феодаლიზმი გახდა. არა, ნელ-ნელა გაქრა ხა იგივე საქსებს მონები ყავდა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მე მაგის საჭიროება აღარ იყო და ელბათ გადავიდნენ სხვა წყობაზე. ხო, და აი ეს ეკონომისტებს ეს ამბიცია აქვს. არა, ბოლოს სწორი, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად არის არჩევანი პოლიტიკურად სწორ, მაგრამ ეკონომიკურად არასწორ გადაწყვეტილებას და სწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებას შორის პოლიტიკა ყოველთვის იგებს. ხო, აი ის არის რა ქვია განას პირველი პრეზიდენტი იყო კვამე ნკრუმა. პირველი ქვეყანა იყო, რომელიც განთავისუფლდა დეკოლონიზაციაც მოხდა და მას ყავდა ინგლისელი და ამერიკელი მრჩევლები, აი ინდუსტრიალიზაციის რაღაც და მოკლედ ეს მრჩევლები იხსენებენ, რომ სწორ რჩევებს ვაძლევდითო და ძალიან ხშირად სხვა რაღაც საკეთებდაო და რო ეკითხებით რატო ისე მომდა რომ დემოკრატიაა და მე აღარ ამირჩევენო. და ამიტომ ეგ ის არის, მაგრამ აი ამ რაღაცა big pictures რო უყურებ, ხო, დიცურად მან და ეს ეკონომიკური мотиваცია და мотивები ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან კარგად ხსნის სიამდვილეში რაც მოხდა და როგორც ხდებოდა, ხო? კი, ნამდვილად. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ თემებს დაუბრუნდებით კიდევ, იმიტომ რომ მე მიდოდა ერთი წიგნის განხილვა, ასოდა ჩვენ პოდკასტში, ეს არის რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა უფრო წარუმატებელი და ხო, აი ძალიან საინტერესო წიგნია ჩემი აზრით. ქართულ ენაზე გვაქვს, რაც თავარია, ნათარგმნი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ერთხელაც მაგის განხილვასაც უახერხებთ, იმიტომ რომ ნობელის პრემიაც მიიღეს შარშან. ბევრ რაღაცას ხსნის, რაც ჩვენ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩემი აზრით და ესმოდეს იმისთვის რომ იმისთვის რომ მე ვკითხო ამ ტექსტს წაკითხო უფრო განათლებული მოქალაქე ხდები აქ ხნისა და რაღაცებს ხდები მე რა პროცესები მიმდინარეობს. კი, ნამდვილად კაი წიგნი არის, მან და არის თქვათ კრიტიკაც არსებობს ეკონომიკის მხრიდან მაგ წიგნის, მაგრამ მე მგონი რომ ძალიან საინტერესო არის და მე თვითონაც ეს თეორია, ინსტიტუციური თეორია მომწონს და სიამოვნებით შეგვიძლია მასეც ვილაპარაკოთ. მოკლედ, სვენელებო, გამოგვიწერეთ და მოიწონეთ წარე პოდკასტის ვიდეოები. გვაქვს ჩვენ ასევე Facebook გვერდი, შეგიძლიათ იქაც გამოიწევოთ და თვალ მიადევნოთ სიახლეებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და მომავალ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით, იმედი მაქვს მალე დაგიბრუნდებით. ნახვამდის. მადლობა.